საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. პოზიცია ახალ სეზონზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში და დღეიდან ყოველ პარასკევს საღამოს ჩვენ ამ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს და კვირის მთავარ თემებზე მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებს. დღეს კი ჩვენი მთავარი გადაცემის თემა ბუნებრივია ტალავინის კომისიის დასკვნა იქნება. პოზიციაში დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოусმენთ და ასევე ნახავთ მათ შორის დებატებს. ტალავინის დასკვნა 1022 გვერდი და 9 თვიანი მუშაობის შედეგი. რა დაადგინა საერთაშორისო კომისიამ, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომი უნდა შეესწავლა. პირველად საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომისიამ თქვა, რომ სოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებანი და ჩაიდინა ეთნიკური წმენდა. როგორ აფასებს დოკუმენტს ქართული მხარე? ყველა რუსული არგუმენტი, რომელიც მან მოიყვანა იმისათვის, რომ დაედასტურებინა თავისი უფლება, რომ შემოჭრილიყო საქართველოში, არის უბრალოდ არასწორი ან ტყუილი. რას ელოდა დოკუმენტისგან ოპოზიცია და გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი? ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო, უუნარო ხელისუფალი. 7 აგვისტოს ცხინვალზე იერიშით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი. პირველ პუნქტში წერია, რომ ომი დავიწყეთ ჩვენ, ამის შემდეგ რაც გინდა დაწერონ იქ, რომ ღვთისმშეულიერი ვართ და სამდე მართლები ვართ, არანაირი მნიშვნელობა იმ პუნქტებს აღარ გააჩნია. გაეცა თუ არა მთავარ კითხვას პასუხი, ვინ დაიწყო ომი აგვისტოში? მოხსენება ადასტურებს, რომ რუსული შეიარაღებული ჯარები და დაქირავებული მეომრები ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ 2008 წლის 8 აგვისტომდე. როცა ჩვენ ტერიტორიაზე შემოდის რუსული შეიარაღებული ძალები, ბუნებრივია სახელმწიფოს აქვს არამხოლოდ უფლება, ვალდებულება, რომ გამოიყენოს შესაბამისი ძალა. საომარი მოქმედებების სტარტი თუ ადეკვატური პასუხი რუსულ ინტერვენციას. გახდება თუ არა ტალავინის დასკვნა შიდა დაპირისპირების მორიგი თემა. ახლა მაინც გამოჩნდა, რომ ომი პირველი გასროლა საომარი მდგომარეობის სტარტი გააკეთა სამწუხაროდ ქართულმა მხარემ. დოკუმენტში არსად არ წერია, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ყველანაირი პროვოკაციები, ინტერპრეტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ტყუილი. დებატები პოზიციაში ერთმანეთის პირისპირ სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი და მამუკა კაციტაძე ალიანსი საქართველოდან. რა გამოხმაურება მოყვა ტალავინის დოკუმენტს საერთაშორისო არენაზე და რა ხდებოდა სტრასბურგში, სადაც პარალელურ რეჟიმში ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს ამზადებდა. განმარტებები და შეფასებები პოზიციის სტუდიაში. ხელისუფლებიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ოპოზიციიდან ევროსაბჭოდან დაბრუნებული გიორგი თარგამაძე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. საღამომშვიდობისა, ბატონო გიგა, დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ამ სეზონზე პირველი გადაცემა. და ბუნებრივია ჩვენი საუბრის თემა და საერთოდ გადაცემის მთავარი თემა დღეს იქნება ტალავინის კომისიის დასკვნა და თქვენ თამინდა ესე დავიწყო, რომ მოვისმინეთ ასე თუ ისე ხელისუფლების შეფასებები, გავეცანით კიდეც ბუნებრივია ამ დასკვნის მთავარ პუნქტებს, სადაც ძალიან ბევრი სერიოზული ბრალდებებია წაყენებული რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა პოლიტიკოსების და ექსპერტების აზრი გაიყო ორად და ესეთი ყველაზე ხმაურიანი გახდა ის ფრაზა, ასე ვთქვათ, საქართველოში ჯერ და ნუ მე გადავიდეთ საერთაშორისო არენაზე, რომ ომი დაიწყო ქართული ჯარის მიერ ცხინვალზე შეტევით საღამოს 7 აგვისტოს. რასაც მოყვა უკვე შეფასებები, რომ საქართველოს დაიწყო ომი. როგორია თქვენი პასუხი, როგორც ხელისუფლების და შეფასება ამ თემაზე? პირველი ისეთი ფრაზა, რომლის ციტირებას თქვენ მოახდინეთ, არ არის მოხსენებაში. შინაარსია ეს მხოლოდ, მაგრამ ხო, კი ბატონო, ციტირება შეგვიძლია. ზოგიერთების აზრით შინაარსი. ციტირება ის არის, რომ ფართომასშტაბიან ფაზაში გადავიდა და ინგლისურად ვთქვათ major, ვთქვათ hostilities ოძახიან გადავიდა 7-დან 8 აგვისტოს იმ მოქმედებით, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება ამავე ფრაზის. ძალიან მკაფიო. თუმცა ეს მხოლოდ კულმინაცია იყო კვირეების თუ არა მეტის დაძაბულობის შეტაკებების და შემდეგ. ანუ თვითონ მოხსენებაში ავტორები მიუხედავად მთელი პოლიტიკური კონიუნქტურის მნიშვნელობისა, რაზეც არის. ერთი მთავარი პუნქტია და სადაც ეს არის ჩამოყალიბებული, იყო მხოლოდ კულმინაცია. რა დასკვნა უნდა გავუკეთოთ აქედან? ჩვენ ვიცით, რომ ამის შემდეგ ნაწილმა კომენტატორებისაც ამ ტიპის პერიფრაზირება მოახდინა. სამწუხაროდ ჩვენ საკუთარ ქვეყანაშიც კი ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ასეთი ინტერპრეტაცია მოახდინა, მაგრამ თავარი საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მთლიან საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის, როგორც დღევანდელი დისკუსიისთვის, ისე გრძელვადიანი, საშუალოვადიანი დისკუსიისთვის არის ის რა ფაქტები დაადგინა კომისიამ. მე ვიცი, რომ მრავალმა სპიკერმა ამაზე უკვე ისე უბრალოდ, მაგრამ მაინც უნდა გავიმეორო ფაქტები და შეფასებები.
ფაქტები არის ის, რაც მოხდა, შემდეგ რა კვალიფიკაციას აძლევენ ამას ესა თუ ის ექსპერტი, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მე ამის უგულებელყოფას არ ვახდენ, მაგრამ ჩამოთვალოთ უნდა ჯერ ფაქტები. კერძოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ სხვა საკითხებზე გადავალ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ეთნიკური წმენდა, გენოციდის არ დადასტურება და ასე შემდეგ. დადასტურდა, ეხლა არ დავიწყებ გვერდების მოყვანას, ეგ საერთოდ რომ ის რასაც საქართველოს ხელისუფლება იძახდა ამდენი ხანი, რომ ჩვენ მიერ კონტროლებადი სოფლების დაბომბვის და თავდასხმების პარალელურად ამ დღეებში 1 აგვისტოში დაგვისვამდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა არასამშვიდობო ისინი პირობითად იყვნენ სამშვიდობოები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გადავდოთ გვერდზე ერთის წუთით, ჩვეულებრივი შერეღებული ნაწილები. და ასევე მოხალისეების სერიოზული ზრდა მოხდა რაოდენობის. ეს ფაქტი დააფიქსირა კომისიამ, მისიამ უბრალოდ თავის მოხსენებაში. ეხლა ამის შემდეგ სადღაც შეფასებების კვალიფიკაციების ნაწილში ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ჩვენ არ მიგვაჩნია და ვერ ვადასტურებთ, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი აგრესია. ხო, და ვთქვათ გროკის გვირაბი. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს ნაწილი გამოიყურება ძალიან არადამაჯერებლად, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება ჩემი ცოდნა, ჩემი შეზღუდული ცოდნა ამ ნაწილში, პირდაპირ ციტირება შეიძლება ყველა ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის დოკუმენტის ქარტით დაწყებული გაეროს დამფუძნებელი დოკუმენტებით დაწყებული, დამთავრებული კონკრეტული რეზოლუციებით, 74 წლის კონკრეტული რეზოლუცია ამ საკითხზე. ისევე როგორც ICJ-ის საერთაშორისო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებით ამ თემაზე, რომ ნებისმიერი შემოჭრა სხვა ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე, თუნდაც დროებითი, ეს არის აგრესია. აქ სხვა ტესტი ვერც იქნება, ახლა საღიაზრის თვალსაზრისით დავაკვირდით და არა იურიდიული თვალსაზრისით ნებისმიერი მაყურებლისთვის. ახლა საქართველოს საზოგადოების ისეთ ნათელია რა არის, მაგრამ ლოგიკურად შევეძლებთ. მთავრობა უნდა დალოდებოდა, სანამ გაიზრდებოდა რაოდენობა, რომ აი ეხლა უკვე აი ამდენი რო შემოვიდნენ, ეს ეხლა უკვე არის ჯერ რა თქმა უნდა ჩვენ ფაქტობრივადაც არ ვეთანხმებით, საკმაოდ დიდი მასშტაბი იყო საქართველოსთვის. იმ ძალების, რომელიც შემოწმებული იყო უკვე შვიდში ღამით და შემოდიოდა აგზებდა შემოსვლას. მაგრამ თავი დავანებოთ ამას. ნუ თუ აბსურდი არ არის ის ტესტი, რომ დაველოდოთ იმას, სანამ გახდება ეს დიდი რაოდენობა. ამიტომ იმისთვის, რასაც ვქვია ჩვენთვის ამუნიციის მოცემა, იარაღის მოცემა ქართული პოზიციისთვის. ამ მოხსენებამ დააფიქსირა ეს საკვანძო ფაქტი. უფრო შორსაც შემიძლია წავიდე. წლების წინ საერთაშორისო სამართალში იყო დისკუსია, არის თუ არა მოხალისეების გაგზავნა, არის თუ არა აგრესიის აქტი. და თავის დროზე ითვლებოდა უფრო მკაფიო გამიჯვნა იყო, რომ ეს რეგულარული არმია. თუმცა ერთ-ერთ საკვანძო გადაწყვეტილებაში იგივე ICJ-მ თქვა, რომ მოხალისეების გაგზავნაც კი, თუ კი ამას აქვს სერიოზული ეფექტი, ესეც არის აგრესია, თუ კი აშკარაა, რომ ხელისუფლება მონაწილეობს ამაში, იმ ქვეყნის ხელისუფლება. ამ მოხსენებამ ეს საკითხიც დააფიქსირა, დაადასტურა და იქვე დაადასტურა ის, რაც ასევე ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება აიარაღებდა და ეხმარებოდა ეგრეთ წოდებულ სეპარატისტებს, მარიონეტებს. კარგი, ჩვენ გავყვებით კიდე პუნქტებს, იმიტომ რომ არის ამიტომ უბრალოდ შევაჯამებ. ერთი წინადადებით შევაჯამებ. ქვეყანა შევაჯამებ ერთ ქვეყანას. რაც ამ რეპორტმა დაადასტურა, მე არ ვლაპარაკობ ჩვენ შემოწმებით, ჩვენი ფაქტობრივი მონაცემები უფრო ფართოა და ყველა არ ყოფილა გაქალისებული. არა, დასკვნაზე უკვე და დასკვნაში რა ფაქტებია? რუსეთმა შეამზადა პოლიტიკური ნიადაგი წლების განმავლობაში. 2005 წლიდან გეგმავდა ამ ოპერაციას. მე ციტირებას ვახდენ. მეორე, მთელი ამ წლების განმავლობაში გაღიზიანებული საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსით, ასევე ციტირებას ვახდენ მოხსენებიდან, ყველანაირი ზეწოლას ახდენდა საქართველოს. დაიწყო შემზადება ამ ნიადაგის უკანონო პასპორტიზაციით და სამართლებრივი შექმნა. დაიწყო სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო შეიარაღება მეამბოხეების, სეპარატისტების, ჩვენი მარიონეტების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე იმ მომენტში, როდესაც იყო სროლა და იყო მსხვერპლი უკვე, მათ შორის ქართული სამშვიდობოების მსხვერპლი შვიდში, დღისით და ჩვენი ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ კონტროლებად სოფლებს ესხმოდნენ თავს. აი ამ კონტექსტში ამ დროს, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან, რომელმაც აი ეს ყველაფერი გააკეთა ეს ჩამოუთვალე. და მათ შორის აი შემოიჭრა შერეღებული ძალა და შემოიჭრენ და ხდებოდა მთელი ამ დღების განმავლობაში მატება ეგრეთ წოდებული მოხალისეების. აი ეს ყველაფერი არის სამხედრო აგრესია. ამიტომ გამოიყურება ძალიან არადამაჯერებლად ის მეორე ნაწილი. მაგრამ ეს ფაქტები დარჩება ყოველთვის, დარჩება წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიყენებთ. ეს იყო სწორედ მიღწევა, ეს არის წარმატება და მე არ მესმის გაღიზიანება ხალხის, რომელიც ამას არ იზიარებს. კარგით, მაგრამ სწორედ ამაზე მინდა კითხო, თქვენ თქვით რომ გამოვიყენებთო და აი იგივე საერთაშორისო შეფასება მაშინ, აი ხომ არ გადაფარა ამ ფრაზა, მიცით რატო ვუბრუნდები ამას, გასაგებია თქვენი არგუმენტები, მაგრამ იგივე უცხოურ მედიაშიც ბევრმა ვთქვათ, გამოცემამ სათაურად გამოიყენა ის, რომ აი საქართველოს სამხედრო მიხვდით, ეს ფრაზა გახდა მაინც ყველაზე ხმაურიანი ამდენ რუსეთის წინააღმდეგ დინამიკას თუ დავაკვირდებით. თავი დავანებოთ ახლა წუწული და მოთქმა იმაზე, რომ კონიუნქტურა როგორია და რომ დიდია რუსეთი, არ არის ჩვენი საქმე, ეს უბრალოდ ფაქტია და მოცემულობაა. და სწორედ ამან გამოიწვია ეს უცნაური და არადამაჯერებელი კვალიფიკაციები. მაგრამ
იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირის მისია. გასაგებია, და ევროკავშირის ევროპა მიერ შექმნილი მისია. მართალი არა ევროკავშირის საქმე ლაპარაკი. ფაქტებზე თვალები არ დაუხუჭავთ. და ეს ძალიან კარგია. თუ დააკვირდებით დინამიკას მათ შორის მედიაში პირველი და მეორე დღის, როცა უკვე დაიწყეს წაკითხვა და არა პროპაგანდისტული მანქანის მიერ, კარგად დაგეგმილი და ზოგიერთ სპიკერის მიერ შემდეგ ხელშეწყობილი კლიშეების გამოყენება, უკვე გაჩნდა ბუნებრივი ეს კითხვები. და უკვე ფრაზებში არის რომ მიუხედავად იმისა რომ კომისიამ დაადასტურა ჯარების შემოსვლა, ისინი ამას არ მიიჩნევენ ფართო მასშტაბიანად და ერთ-ერთ პუბლიკაციაში Washington Post-ში იყო კითხვაც კი რომ ამ კითხვით უნდა მიემართათ ქალბატონი ტალიავინისთვის და ის არ იყო ხელმისაწვდომი რომ ამ კითხვაზე პასუხი გაეცა. ამ შემთხვევაში ჩვენაც ტალიავინი ესენი არ გვაინტერესებს. რა თქმა უნდა ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა რომ ყველა კომენტატორს უფრო ადეკვატური პირველი შეფასება ქონოდა, მაგრამ ყველაზე არსებითი ჩვენთვის არის ამ ფაქტების დადგენა. და რა თქმა უნდა, იმ ყველა სხვა ფაქტის, რომელიც ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც აშკარა იყო, გენოციდი რო არ ჩაგვიდენია, ეთნიკური წმენდა რო იყო, პასპორტიზაცია რო უკანონოა და ის რო ამ ეთნიკურ წმენდაში, როგორც პრეზიდენტმა თქვა, პირველად უშუალოდ საბჭოს წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობა იყო. გამზადებული საბრალდებო დასკვნაც კი უწევდა დღეს ამ დოკუმენტს რუსეთის წინააღმდეგ. ამაზეა საუბარი. ამიტომ ისეთ რამე დაკითხოთ, ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, თქვა, შესაძლებელია იგივე საერთაშორისო საზოგადოებამ აზრი შეიცვალოს, ან დადებითად, ან უარყოფითად, თქვა იგივე საქართველოს ან რუსეთის მისამართით, ან როგორ იყო ეს აღქმული საერთაშორისო მხრიდან, აი ეს მაინტერესებს თქვენი, თქვა, როგორც საგარეო წყების. ჩემი აზრით, ხისიერად საერთრაიმე ფუნდამენტურ პოზიციებს ძირითადი მოთამაშეების ეს არ შეცვლის. მათ შორის ჩვენი მოკავშირეების შორითაც არსებულ რაღაც განსხვავებებს, რაც ყველა მიცდის რომ არსებობს გარკვეული განსხვავებები, თუმცა პრინციპულად ყველანი მოკავშირეები არიან, იქაც არ ამგონია რომ ამან არსებითად შეცვალოს. ხა ძირითადმა გადაწყვეტილებების მიმღებებმა ეს იცოდნენ, მაგრამ ხა ცხოვრება მკაცრია, უნდა გვესმოდეს და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ეს ფაქტები. ეს არ არის აბსოლუტურად იდენტური ისტორიული ანალოგია და ღმერთმა ქრას არც არც არ იყოს, მაგრამ ვინც ისტორიას იცნობს, იცის ჩეხოსლოვაკიის ისტორია, სუდეტის მხარის, სუდეტელენდის ისტორია. როდესაც იმ მომენტში ევროპამ ზოგიერთების აზრით მძიმე მორალური დანაშაული ჩაიდინა, ან შეიძლება სხვა გზა არ ქონა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ლეგიტიმაცია მოახდინა. არა უბრალოდ შეგუებით დე ფაქტო მდგომარეობის, არამედ პრინციპში გააკეთა ის რომ ჩათვალო რომ სწორი ნაბიჯი გადაიდგა და მიიღო ეს ნაბიჯი აღიარა, როდესაც მოხდა ნაწილის ანექსია ტერიტორიის ჩეხოსლოვაკიის ფაშისტური გერმანიის მხრიდან. ამას მოყვა უმძიმეს შედეგები. ევროპა ამის შემდეგ წავიდა წინ. დღეს არავინ არ აპირებს მიხვდეთ რომ ომს არავინ არ იწყებს რუსეთთან და რუსეთი დიდი ქვეყანა და სჭირდებათ მათთან თანამშრომლობა ბევრ საკითხში. ამ ფაქტის ლეგიტიმაციას არავინ არ მოახდენს და ამ საკითხთან დაკავშირებით არასოდეს პოზიციაში არ იქნება რყევა. მე მოგულისხმობ თავისუფალ ცივილიზებულ სამყაროს. სხვა შორის, თუ კი რამეში, მათ შორის იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კარგი ეს მოხსენება, არა მარტო ფაქტები კვალიფიკაცია, ეს არის აღიარების ფაქტთან დაკავშირებით, ისტორიული ექსკურსიც კარგია, რაღაც პატარა ცვლილებებით და ასევე ძალიან მყარი დადასტურება რატომ არა აქვს ამას არანაირი საფუძველი და ესეც ჩვენთვის მომავლისთვის არა მარტო დღევანდელი დღისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ რაღაც ხელისუფლების წილ პასუხისმგებლობაზე, რაზეც ქვეყნის შიგნითაც მოყვავთ, თქვათ, რეაქციები. ანუ ფიქრობთ რომ ამ დასკვან შესაძლოა გახდეს ეს რაღაც მორიგი და დაპირისპირების საგანი, ვთქვათ, თუ თვლით რომ ეს დროთა განმავლობაში ამოიწურება და ხელისუფლების რა წილი პასუხისმგებლობა გამოჩნდა, ვთქვათ, თქვენი შეფასებით ამ დასკვნაში. უფრო ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ბოლოს დავიწყებთ უფრო ადრიდან. პირველი მე ვთვლი რომ სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ძალიან სამარცხვინო პოზიციებისა ჩვენი ოპონენტების ნაწილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საბედნიეროდ არა ყველას მხრიდან და ეს სასიამოვნოა რომ ყველას ეს არ ეხება. ნაწილი მარგინალებისგან არც იყო მოულოდნელი ეს აბსურდული განცხადებები გადადგომის და პასუხისმგებლობის და ხვალვე დაჭერის თაობაზე. საერთოდ ჩემი აზრით საგანგაშო და კომიკური, მაგრამ ამავე დროს საგანგაშო იყო რომ პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეები, როგორი მარგინალური თორმე იყვნენ, სერიოზულად ამყარებდნენ იმედებს ამაზე. მარტო ჩვენი მტრები კი არა. აქ ჩვენს გვერდზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვართ. მათ აქვთ უფლება იყვნენ ისეთები, როგორიც არიან, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის მორალურად და პოლიტიკურად, მაგრამ არის ძალიან მიუღებელი. სერიოზულად, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სიბეცეზეა ლაპარაკი. რომ იმედი ქონათ, რომ ეს გააკეთებდა იმ საქმეს, რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა და წაიყვანდნენ აქედან ამ ხელისუფლებას, ამ საზულელ მათთვის პრეზიდენტს და ყველაფერი კარგად იქნებოდა. აი ეს ისინი საუბრობენ ხელისუფლების ეს არის სამართლიანო. არა, მე ამაზეც გადავალ, მაგრამ ვილაპარაკობდი ჯერ ამ მოლოდინზე. და ეხლა მწარი არის ამ სიბეცისგან გამოფხიზლება, რომ ესეც სისულელე ვიღაცას სჯეროდა საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს მოხსენება ძალიან მკაფიოა იმ საკითხებზე, სადაც მოხდა აშკარად მოხდა სერიოზული საერთაშორისო სამართლის დანაშაული, ეთნიკური წმენდა, ხოლო სხვა საკითხებზე გაურბის კონკრეტულ ამბავს,
გასაგებია რატომაც ამ კონიუნქტურიდან გამომდინარე, მაინც დღესაც განცხადებებში ერთ-ერთად გაიჟღერა ამან ამ როგორც ჩანს აი ამ ჩამქრალი იმედის გამოგვიყვება, რომ იქნებ ჰააგის ტრიბუნალი ახსენეს და რაღაც ტრიბუნალი. თუმცა იქ საქართველოს შემიძლია სრული პასუხისგებლობა შემიძლია თქვა, არა, გასაგებია, მაგრამ საერთო სამართლის დარღვევა და ტრიბუნალზე ვინმე წარდგენა, თუ იმ თვლის ორი სხვა რაგაცა. მე მაგ საკითხს დაუბრუნდები, დარღვევა რა იყო და როგორ იყო ეს მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ ეს არის აბსურდი. მეორე, იყო ჩემი აზრით, შესაძლოა ნაკლებად აბსურდული, მაგრამ არც თუ მეტად ნაკლებად სამარცხვინო პოზიცია, შედარებით უფრო ზომიერი ნაწილის, ჩემდა სამწუხაროდ, სადაც მოვისმინეთ ასეთი აქცენტები, რომ ომი დაიწყო საქართველოს, მან მასეა მთავარი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის და მე ციტირებას ვახდენ ერთი ზომიერებით ცნობილი პოლიტიკოსის. მაგრამ ასევე რუსეთსაც უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმისთვის. ესეც არის სამარცხვინო. ეს ინსტინქტიც, რომ თავისი ჭკუით უნდა ასე ამოვნონ, თქვათ, ზომიერ თუ სკეპტიკურ ევროპელებს არის სამარცხვინო, იმიტომ რომ აქ არის ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ეს არ არგებს საქართველოს ესეთი სიცრუე არასდროს არ არგებს და რაც თავარია ქართული საზოგადოების და ამას რა თქმა უნდა ჩვენ მაყურებელმა იმედი მაქვს მიაქცია ყურადღება დარწმუნებული ვარ მიაქცია ყურადღება აქ ვინც ცხოვრობს იმათმა ხო ყველა მეციან რა როგორ მოხდა რომც იყო კრიტიკული ლეგიტიმურად რაღაც საკითხებში ხელისუფლების აღარ ვსაუბრობ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე მათ შორის იმაზე როგორ მოემზადეთ ამისთვის თუ უნდა მომზადებულიყო თუ არა ამ თემას დაუბრუნდებით მაგრამ ეს ფრაზა რომ საქართველოს ბრალია ძირითადი თურმე და ასევე უნდა ვისაუბროთ რუსეთის ბრალზე ეს არის ამას არ ვიცი კორექტულად რა შეიძლება ეწოდოს. კარგი, ჩვენ ამ თემაზე დღეს გვეყოლებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ვკითხავთ. უკეთეს შემთხვევაში სიბეცე, უპასუხისმგებლობა და უნებისყოფობა აი ამ ცდუნების რომ იქნებ ეს მომენტი შენი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენო შიდა პოლიტიკაში და გარეთ კი ბრწყალებში ამ ზომიერად გამოჩნდე ბრწყალებში, თუმცა ვარწმუნებ ყველას რომ თავარი არის საკუთარი ხალხი და საზოგადოება როგორ უყურებს. თუ პოლიტიკოსი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ასეთ უპასუხისმგებლობას იჩენს, ეს არის ტესტი ნებისმიერი რამისთვის მომავალში. კარგი, და მოდით გადავიდეთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თქვენ ხო ოპოზიციის შეფასებებს აფასებდით, ასე ვთქვათ, მაგრამ რა წილი პასუხისმგებლობა გამოჩნდა ამ დასკვნაში ხელისუფლების, ვთქვათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასების. მე გეტყვით ერთ მაგალითს, ჩემი პირადი აზრი არის, ამ დასკვნაში კი არ გამოჩენეს პასუხისმგებლობა, ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მე ვგულისხმობ გადაწყვეტილებას სამშვიდობოების სტატუსთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიხილავდით აბსოლუტურად სწორად იმას, რომ სტატუსის ბოლომდე სამართლებრივად ჩამორთმევა მომხდარიყო. სამშვიდობოების სტატუსს გულისხმობ, მაგრამ ორ შეთანხმებას, რომელიც შედეგი იყო, თუმცა ვიჯექით ძალიან რთული არჩევნის წინაშე. იმ მომენტში ამის გაკეთება, მათ შორის სამწუხაროდ სტარი პოზიციების გამო ჩვენი საუკეთესო მოკავშირეების მხრიდანაც არ იყო არათუ მხარდაჭერილი ამას უყურებდნენ ძალიან პრობლემატურად. ანუ ეს შეიძლება გამოყენებული იყო მყისიერად მაშინვე საქართველოს მხრიდან აგრესიულ ნაბიჯად შეფასების თვალსაზრისით, ანუ როგორც ჩვენი მხრიდან ბიძგი ომისკენ სამშვიდობოებისთვის ჩამორთმევა ამ სტატუსის და ძალიან სერიოზულად იქნა ეს პოზიცია დაფიქსირებული ჩვენი მოკავშირეების მხრიდან. ეს იყო მათი შეცდომა, როგორც ჩანს ჩვენი შეცდომა იყო რომ არ გავრისკეთ მაშინ და ეს საკითხიც არ მოვაგვარეთ. თუ დააკვირდებით დასკვნას, ხო? გენოციდზე ხო საუბარი ზედმეტი ახლა ჩვენ საზოგადოებაში გაეცინოს კიდევ იმდენ დაშკარი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან მკაფიოდ ითქვა ეს, ხო? ის კონცეფციაც, რომ შენი მოქალაქეების შექმნა შეგიძლია სხვაგან და მე მათი დაცვა, მათ შორის ევროპის ფუნდამენტური ინტერესის გამო, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც იქნა ძირშივე უარყოფილი ამ დასკვნის მხრიდან. დარჩა ერთი თემა, ეს არის სამშვიდობოები. აქაც იმის გამო, რომ ფაქტობრივი მასალა ჩვენ მხრიდან მიმართებული ძალიან სერიოზული იყო ჩემი აზრით, მოუწიათ ამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან წასვლა აი ამ შუალედური გზით, თავიდან რომ ვერ ვადასტურებთ, სწორია თუ არა ქართველების მოწოდებული მონაცემები, რომ მათ არ უსურიათ სამშვიდობოებისთვის, მხოლოდ მაშინ რაც ამ ადგილიდან მიმდინარეობდა ცეცხლი ქართულ პოზიციებზე, მაშინ მოხდა საპასუხო ცეცხლის გახსნა და სხვა შორის ჩვენ მივაწოდეთ მათ მასალა სახურავიდან საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებელ რუს სამშვიდობო ოფიცერზე. სამშვიდობოების სახურავიდან, ეხლა ამაზე მეთქცებული რა უნდა იყოს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, მაგრამ თქვენს რომ ვერ ვადასტურებთ, მაგრამ შემდეგ თქვენს რომ მაღალი იყო ალბათობა მათი დაზიანების და ამიტომ შესაძლოა რუსეთს ხონდა მათი დაცვის უფლება, სხვა შორის არა დაპყრობის უფლება რაიმე ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგიერთმა არასწორად გაიგო და ჩათვალა რომ ერთი ნაწილის დაპყრობა შეიძლება რუსეთს. არა, ეხლა პარაკია რომ ამ ამოცანებისთვის შეიძლება თავკუთარი სამშვიდობოების დაცვა. რასაც მე არ ვეთანხმები, რასაც მე არ ვეთანხმები კატეგორიულად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ხოლმე მათ ვერ დაადგინეს ეს ფაქტი, მაშინ როცა ერთი დღით ადრე ქართული სამშვიდობოების დაღუპვა არის დადგენილი. და საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებდა რუსეთის სხვისაზე. ესეც ძალიან არადამაჯერებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრუნდებით ჩვენ შეცდომას დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი აზრით. რომ შესაძლოა რომ გაგვერისკა დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მოხსენების და ეს ძალიან სუსტი არგუმენტი. უაღრესად სუსტი ჩემი აზრით და მომავალი ამას აჩვენებს უდაოდ. ასევე აღარ იარსებებდა. მაგრამ
ადვილია საუბარი, როცა რაღაც შაივლის. იმ მომენტში ამ გაწყვეტილების მიღებას შესაძლოა მოყოლოდა მყისიერად ძალიან სახიფათო კონიუნქტურის ძალიან სახიფათო შტაბ-შტილების ჩამოყალიბების და ეს შეიძლება გამოიყენებინათ უფრო ეფექტურად ჩვენ წინამდე. ეს ერთადერთი შეცდომა თქო ბატონ გიგაჩვაზე რომ გავყოთ ძალიან დიდი დრო უნდა მაგრამ ხო მე არა საკუთარი შეცდომების სლად ჩამოთulis. ჩვენი ოპონენტები უნდა აკეთებდნენ ამას ჩვენ მაგრამ მე მაგალითი მოგიყვანეთ ამ დასკვნიდან გამომდინარე პირველი რაც ჩემი რეაქცია რაც შეიძლება იყოს იმის მაგალითი მოგიყვანეთ. გასაგებია. კარგი და მოდით ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე მინდა ვისაუბროთ იმაზეც რომ დასკვნაში ვაიცაღან ვახსენეთ და თქვენ თქვით რომ გაქვთ თქვენი შეფასება რომ საქართველოს და რუსეთიც არიან თქვათ აღიარებული მათ დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები თქვათ და სამართალი. შესაძლოა თუ არა ამან მიუხედავად იმისა რომ ამ დოკუმენტს თქვათ იურიდიული ძალა არ აქვს რაღაცა ესე ვთქვათ გაგრძელება პოვოს ან რომელიმე ქვეყანამ თქვათ სასამართლოს მიმართოს კიდე დამატება აი რაღაც ეს შეიძლება გახდეს და იმის იურიდიული საფუძველი თქვათ. გაგახსენოთ რომ დღეს უკვე მიმდინარეობს სამართლები ჩვენი სარჩელი ICJ-ში სტრასბურგში თავი დავანებოთ, ანუ ჩვენ ეს უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სხვა ტიპის გაგრძელებას, პირველი მინდა ხაზი გაუსვა და აქაც ჩვენ ოპონენტებს სამწუხაროდ რომ ეს მოლოდინი გქონდათ, უნდა მიუსამძიმროთ, იმიტომ რომ ერთადერთი დანაშაული, რაც მკაფიოდ საუბრობს კონკრეტული და მხარეზე და დანაშაულზე, ეს არის ეთნიკური წმენდა. სხვა ტიპის დანაშაულების ლაპარაკია რომ იყოს საერთაშორისო სამართლის დანაშაული ამ ტიპის შეტევა ცხინვალზე, ხოლო შემდეგ რუსეთის აქეთ გადმოჭრა. აქ იდენტიფიცირება კონკრეტული, რასაც war crimes უძახიან, სამხედრო დანაშაულის, რასაც შეიძლება თეორიულად მოყოლოს შემდეგ პროცედურა არ არსებობს. და დისპროპორციული ძალის გამოყენება საერთოდ პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკულად. შეუძლებელია ამის ზუსტად დადგენა. მაგრამ მეორე სამწუხარო ფაქტი არის, მართლა ობიექტური სამწუხარო, რუსეთი საერთოდ არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის ამ კონვენციის მონაწილე მხარე. ამიტომ აქ ვერ მოხდება გაგრძელება ამ საკითხის და თუ ჩვენ პროგნოზი გაინტერესებთ ზოგადად სამწუხაროდ მათ შორის იმ დამნაშავეებთან მიმართებაში ვიზარით საუბარი ეხლა დღეს ამ მომენტში პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებითაც არ არის რეალისტური ეს საქართველოს გააგრძელებს ICJ-ში სტრასბურგში ყველგან რუსეთის თავდაცვით როგორც მინიმუმ თავდაცვით ჩოგბჯენში შენარჩუნებას მათი მდგომარეობის რამდენადაც შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ რომ რიგ შემთხვევებში გვექნება სერიოზული სამართლებრივი შედეგი თავისთავად ICJ-ის მიერ მიიღება ამ სარჩელის რა პოზიტად მიიღო უკვე იყო რუსეთის დამარცხება, იმიტომ რუსეთი ცდილობდა რომ საერთოდ არ დაეშვა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის იურისდიქციის გავრცელება ამ თემებზე. ასე რომ ჩვენ ოპონენტებსაც და ყველას საინტერესო უნდა უთხრა პირიქით გასაკითხი. ჩვენ გსურს რომ საერთაშორისო ამ ტიპის ტრიბუნალებმა მეტი განიხილონ. რუსეთს არ სურს ეს და ის ბლოკავს. სწორედ იმიტომ რომ პრობლემა აქვს რა თქმა უნდა მას და არა ჩვენ, რომც იყოს ლეგიტიმური დისკუსია, პროპორციული იყო თუ არა პროპორციული, რასაც მე ძალიან მყარი აზრი გაქვს მე თვითონ და იმედი მაქვს რომ თუ 2 წუთი დაგვრჩება მე ამ საკითხის ხელისუფლების რამდენი დაგვრჩა დრო კიდე. ცოტა ამიტომ განმარტეთ და მე კი ბატონო, მაშინ დაუბრუნდეთ თავარ საკითხს. კიდე ერთი საკითხი ასევე რაც უფრო ლეგიტიმური იქნება დასმა, ანუ ვიცი რომ ზოგიერთმა ჩვენ ოპონენტმა ასეც ისაუბრა, თქვა რა ტიპის მოქმედება გნებავთ სამხედრო, გნებავთ პოლიტიკური, იმ კრიტიკულ სიტუაციაში იყო ყველაზე გამართლებული საქართველოს მხრიდან. ხო, კრიტიკა შვიდში საღამოთი სხვა თემებზე უნდა ვიყავით იქამდე რა მოხდა როგორ მივედით, მაგრამ შვიდში საღამოთი, როდესაც ყველა მცდელობის მიუხედავად, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე გასვლის მცდელობის მიუხედავად, წარუმატებლის საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მყარი ინფორმაცია და ამ მოხსენებამ ეს დაადასტურა კიდე ერთხელ საქართველოს საზოგადოებას იცოდა რომ სოფლების დაბომბვა გრძელდება რუსეთიდან შემოდიან შეერაღებული ნაწილები და ის განსაკუთრებით ის ნაწილები ჩვენს მიერ იქამდე კონტროლებადი ტერიტორიისა ცხინვალის რეგიონში არის პრაქტიკულად დაბლოკილი როგორც მოსახლეობის გამოყვანის თვალსაზრისით ისე სამშვიდობოების და არის პერსპექტივა ეს არავინ არ იცის საბოლოო ამოცანა სადამდე შორსავე ხა ის იქ გაჩერდება ეს ჯარი შორსამოვა თბილისი არის 1 საათის სავალზე აქედან რა ალტერნატივას გვთავაზობს ნებისმიერი ოპონენტი გნებავთ ადგილობრივი გნებავთ საგარეო რა ალტერნატივას გარდა იმისა რომ რისი ძალაც გაქვს იმ ძალით გაუწიო ამას წინააღმდეგობა თუ ვინმე სურს რომ ის სცენარი განმეორებული იყო ეხლა ზუსტად არა მაგრამ მეტნაკლებად რაც ჰქონდა 90 წლების დასაწყისში როდესაც იმის გამო რომ ქართული სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი იყო ვიდრე დღეს რუსეთს საერთოდ არ დაჭიროებია ღიად გამოჩენა რა თქმა უნდა ის მონაწილეობდა ამ ყველაფერში მაგრამ ღიად გამოჩენა არ დაჭიროებია არ მიუღია არანაირი პოლიტიკური ზიანი და ამ ყველაფრის შედეგად ფაქტობრივად ტერიტორიების დიდი ნაწილის დაგვაკარგინა მაშინ და მაშინ ჩაიყარა საფუძველი მერე შემდგომი აგრესიებისთვის. ერთი. რაოდენობრივად ეხლა ეს არ არის მარტო რაოდენობრივი საკითხი, მაგრამ დევნილებიც ბევრად მეტი გამოყარა ამ შემთხვევაში აფხაზეთზე იყო ლაპარაკი პირველში, თუმცა იქამდე ცხინვალში იყო ომი. პლუს ამ ყველაფრის შემდეგ გვაიძულა, რომ ლეგიტიმაცია მოგვეხდინა მათი როლის
შემოიჭრა ჩვენ შიდა პოლიტიკაში ისე ღრმად, რომ აკონტროლებდა ჩვენ ქვეყანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან სერიოზულად. მე თვითონ შეექმნათ შიგნით პრობლემები და ამიტომ ცოტა გამოუძვერეთ 90 წლების ბოლოს გულისხმობ. მაგრამ შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება ძალიან დიდი ხნით და მოახდინა იმ ინსტრუმენტების ლეგიტიმაცია ამ კაპიტულაციის ფონზე, რომელიც შევარანდეს მოუწია, რომელმაც დღემდე ჩვენ ძალიან ძვირი ფასი დაგვიჭდა. ეს ალტერნატივა ერჩივნათ ამ შემთხვევაშიც. კარგით, მოდით ამ კითხვებზე გასცეს თქვენმა ოპონენტებმა პასუხი ვისი მისაუბრებთ. შესაძლოა რიტორიკულია, დიახ, მაგრამ მაინც ოპონენტები ისაუბრებენ, ალბათ ბოლო ძალიან მოკლეს პასუხს ველოდები დრო იწურება, გააქტიურებს თუ არა ეს დასკვნა, თქვათ თქვენი შეფასებით საინფორმაციო და დიპლომატიურ ომს იგივე საქართველოსა და რუსეთს შორის, ანუ ამ ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ იყო იმაზე საუბარი, რომ როგორ მოხდა, რომ ამ დასკვნით კმაყოფილია ქართული და რუსული მხარეც, თუმცა მე ჩვენ უკმაყოფილებაც მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან და იყო საუბარი, რომ ეს არის დასკვნა, რომელმაც არც შამფური დაწვა და არც წვადი, ესეთი შეფასებებიც იყო. არა, მე ვარ კრიტიკული ამ შეფასებით ნაწილში ამ დასკვნების, მაგრამ ეს არ იქნებოდა სამართლიანი არც შამფური. ფაქტების თვალსაზრისით თუ არ ჩავთვლი რაღაც ფაქტების კიდე დამატებაც შეიძლებოდა, ეს არის ძალიან გამართული დასკვნა და ეს არის სწორედ ყველაზე მთავარი ჩვენთვის ამაზეც გიპასუხებთ, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, პირადად გასულობთ. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. ეხლა რუსების პროპაგანდისტული ცდილობა, რომ საერთოდ დაივიწყონ, რომ ეთნიკური წმენა დაბრალდა, საერთოდ დაივიწყონ, რომ ოკუპაციის საფუძველი არ არსებობს, დაივიწყონ, რომ აღიარება, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს რაც დგას მათთვის, ოკუპაცია და აღიარება, რომელიც გრძელდება. ორივე არის უარყოფილი, ამის დავიწყება რომ უნდათ, ეხლა ეს არავინ არ უნდა უკაცრავად პოლიტიკური პოზა, არავინ არ უნდა კლაპოს. აბა ეხლა რას მოველოთ, აბა თქვენ რა გონიათ, რომ ამას წევდნენ, ეხლა ამ დასკვნის მინუსი შეიძლება რომ თქვას არის ის, რომ იძლეოდა შესაძლებლობას მათ მიწა აი რაღაცებს შაფრენოდან მე ამას ამოფარებოდნენ. და ჩვენ უნდა გვესმენს კონკრეტულად და ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა, მე მგონი ეხლა მართლა უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ ესეთია ეხლა არავინ აი ნამდვილად არ მოველოდა რომ საბრალდებო დასკვნას გამოუტანდნენ პრემიერ პრეზიდენტ პუტინს. ეხლა ეს აბსოლუტურად არარეალისტური იყო, ხო? ამაზე რაც შეეხება მომავალს. ფაქტების თვალსაზრისით იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა. შეფასების თვალსაზრისით ჩვენ არ ვეთანხმებით ნაწილს და ეს თქვენ მოისმინეთ. რაც შეეხება მომავალს და იმას, როგორ გრძელდება, ორი საკითხი. პირველი, ბოდიშვილი და გამომრჩა აკლაპარაკი იყო პირველ გასროლაზე. კომენტარებში მოვისმინე ერთი პატივცემული ჩვენი ოპონენტის სიტყვები. რაღაც სახე აზრი ხო იყოს. პირველი გასროლა, საერთოდ ჩვიდში არ მოხდა, ამას მოხსენება იძახის თვითონ კაფიოდ. თუ ტესტი პირველი გასროლა იყო, პირველი გასროლა მოხდა სეპარატისტების მხრიდან ბოლო ეტაპზე 1 აგვისტოს, როცა აფეთქება მოხდა, რითაც ბოლოს დაიძაბეს სიტუაცია. იქამდე გასროლა მოხდა წლების წინ პირველი. თუ ტესტი არის ორ ქვეყანას შორის შეჯახება და შეჭრა ერთი ქვეყნის მეორეში, ეს შეჭრა მოახდინა რუსეთმა მერე. ასე რომ არც ამ ტესტით ვერ გამოძვრება ვერავინ ის უნდა. მომავალი ჩვენი არის იმ კურსის გაგრძელება, რაც ჩვენ გვაქვს. იმ კურსის რისთვისაც იბრძოდა ამ ქვეყნის მრავალი თაობა ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ეს არის კურსი საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, საქართველოს ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში, ნატოში დაბრუნების, შესვლის უკაცრავად ნატოში. ნატო ახსენეთ, ეს უნდა კითხოს, ძალიან გთხოვთ, ეს კითხვა დავამთავრო. აქ ჩვენ არანაირი კორექტირება არ მოხდება. ჩვენ შევიძინეთ ამუნიცია რიტორიკისთვის, არა მარტო რიტორიკისთვის, არამედ მყარი მუდმივი კამპანიისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორიც არ უნდა იყოს ამ კამპანიის წარმატება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მყარი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის გაგრძელება, მოდერნიზაცია, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება და ხიზლად ყოფნა და ნებისყოფით ყოფნა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეხლა როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ამის განცდა, ჩვენ მტერს აქვს ის ამოცანა, რასაც ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ვართ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იყვნენ ჩვენი მრავალი თაობა საქართველოსი, თუნდაც აი ჩვენ მეხსიერებაში 90 წლების დასაწყისში არაფერი ვაღაც ვთქვათ, იქამდე და 921 წელზე რო ვთქვათ არაფერი. და უნდა გვიხაროდეს რომ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ უნდა ვიყოთ ხიზლად და მყარად, რომ მივახცევთ იმ ამოცანას, რისთვისაც ყველა ეს ხალხი იბრძოდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა იმ კითხვას სახელმწიფო მინისტრ თემურიო კობაშვილს დაუსვავ, რაც მინდა და დამოსა ხელისუფლების წარმომადგენლისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე დებატებში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან თემურიო კობაშვილი და მამუკა კაციძე. დაგველოდეთ. საომარი მოქმედებების სტარტი თუ ადეკვატური პასუხი რუსულ ინტერვენციას. გახდება თუ არა ტალავინის დასკვნა შიდა დაპირისპირების მორიგი თემა. ახლა მაინც გამოჩნდა, რომ ომი პირველი გასროლა საომარი მდგომარეობის სტარტი გააკეთა სამწუხაროდ ქართულმა მხარემ. დოკუმენტში არ წერია, რომ საქართველოს დაიწყო ომი.
ყველანაირი პროვოკაციები, ინტერპრეტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ტყუილი. დებატები პოზიციაში ერთმანეთის პირისპირ სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი და მამუკა კაციტაძე ალიანსი საქართველოდან. რა გამოხმაურება მოყვა ტალევინის დოკუმენტს საერთაშორისო არენაზე და რა ხდებოდა სტრასბურგში, სადაც პარალელურ რეჟიმში ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს ამზადებდა. განმარტებები და შეფასებები პოზიციის სტუდიაში ევროსაბჭოდან დაბრუნებული გიორგი თარგამაძე. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი და მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ალიანსის საქართველოდან მამუკა კაციტაძე. საღამო მშვიდობისა და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ იღებთ მონაწილეობას დებატებში და დავიწყებ ბატონი მამუკასგან. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელი ვყავდა სტუმრად, ამიტომ თქვენი შეფასებები მოვისმინოთ პირველ რიგში. ბატონო მამუკა, მე მოვისმინეთ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში რომ თქვენ დასკვნას უწოდეთ ობიექტური იმის გამო რომ მაშინ მხილებულია როგორც ქართული ისე რუსული მხარე და თქვენ საუბრობთ იქ სწორედ იმაზე რომ სამწუხაროდ საუბარი ამ დასკვნაში იმაზე რომ საქართველოს დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში. რასაც უარყოფს ხელისუფლება, ჩვენ მოვისმინეთ გიგა ბოკელიას არგუმენტები და მან საერთაშორისო ძალიან გააკრიტიკა ოპოზიცია ამ შეფასებების და პოზიციის გამო. მოკლედ დავიწყოთ იმით კიდევ ერთხელ რა არგუმენტებს ემყარებით თქვა ესეთი შეფასებების დროს თქვენ. მოგესალმებით ქალბატონინო, მევესალმებით ტელემაყურებელს. გილოცავთ გადაცემის დაბრუნებას პირდაპირ ეთერში. მე მესმის რომ გადაცემაში თქვენ სვამთ კითხვებს, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და უბრალოდ მინდა გკითხოთ. დღევანდელ გადაცემაში გუშინდელი ინფორმაციით ჯერ კიდევ მოწვეული იყო ბატონი ირაკლი ალასანია, ალიანს საქართველოსთვის ლიდერი, რომლის მოწვევა შემდეგ შეიცვალა და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ის არის ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი, ნაკლებად კვალიფიციურია კონკრეტულ საკითხში, თუ არ იყო ჩართული, დავამთავრებ თუ შეიძლება. თუ დავამთავრებ თუ დაუშვათ არ იყო საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს კონფლიქტი მიმდინარეობდა და იყო გამწვავებული, იგი უშუალოდ იყო და საქართველოში გაფუჭებულს ამერიკაში ცდილობდა რომ გაეკეთებინა და ეს რამ გამოიწვია. ძალიან მარტივად პასუხს ბატონო მამუკა. ირაკლი ალასანი კვირის დასაწყისიდან ნამდვილად ჩვენ მოვიპატიჟეთ პირველი გადაცემის სტუმრად, იმიტომ რომ ჯერ არ იყო ტალევინის დასკვნა გამოქვეყნებული და ერთ-ერთ ნაწილს გეგმავდით უკაცრავად მაყურებელთ რომ ამაზე დროს ხარჯავ, მაგრამ რადგან კითხვა დამიშვით, თქვენ მერობის კანდიდატად დაასახელეთ ალიანსმა ბატონი ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად, სწორედ ეს თემა გვინდოდა ყოფილიყო. მე გადავწყვეტეთ რომ ტალევინის დასკვნა როდესაც გამოქვეყნდა ის იმდენად საინტერესო გახდა რომ დრო არ ეყოფოდა ორ თემას და მხოლოდ ამ დასკვნაზე გვესაუბრა და ირაკლი ალასანიას ჩვენ თავის დროზე როდესაც დებატებში მონაწილეობთ ხოვეთ ის ამბობდა რომ მხოლოდ პრეზიდენტთან მიიღებდა დებატებში მონაწილეობას. ამიტომ აღარ შეგვითავაზებია და ისევ თქვენი ალიანსიდან მოგიწვიეთ ბატონო მამუკა. ეს არის ჩემი განმარტება და მე ამაში სულსაბსე ვხედავ. უბრალოდ გვარად სუდი არაფერი. იყო საშუალება რომ თან დებატებში სუდი არაფერი არ არის. სუდი არაფერი არ არის. ჩვენ სიამოვნებით გამოვიყენებთ. დავკარგავ დროს. კი ბატონო, სიამოვნებით გამოვიყენებთ პირდაპირ ეთერის საშუალებას, უბრალოდ მგონია რომ წმინდა ჟურნალისტურად ირაკლი ალასანია თავისი კომპეტენციითა და პროფესიონალიზმით ამ საქმეში საქართველოს არანაკლებ საინტერესო იქნება და მე მაინც მგონია რომ გარკვეულმა შიშმა განაპირობა ვიღაცეების ამ ეს ჩემი აზრია. ხო, ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ კარგით, მოდით განვაგრძოთ იმ დროს. ეს დასათანხმებლად არ მithქვამს ეს ჩემი აზრია, მიცოდა საზოგადოება. კარგით. რაც შეეხება თქვენი არგუმენტები საუბრობთ დასკვნის შეფასებაზე. თუ ნებას მომცემთ უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომისია ნამდვილად უაღრესად ესეთია, ავტორიტეტულია და კვალიფიციური დასკვნაც წარმოადგინა. თავად ევროკავშირის მინისტრთა საბჭო, როგორც ქვია მას, მსგავს ტიპის კომისიებს კონფლიქტთან დაკავშირებით არ ქმნის და ეს იყო პირველი პრეცედენტი და ბუნებრივია ამან ალბათ განაპირობა ის, რაც მე თქვენ მკითხეთ, რომ მე შევაფასე ეს დოკუმენტი როგორც მაღალკვალიფიციური დოკუმენტი, როგორც ობიექტური დოკუმენტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავუშვათ რუსეთის მხარეს, ქართულ მხარეს, ოსურ მხარეს, აფხაზურ მხარეს, ზოგადად ობიექტური დოკუმენტი და მინდა გითხრათ კიდევ ერთი შეფასება, ეს არის საკმაოდ მძიმე დოკუმენტი. მძიმე დოკუმენტი ყველა მიმართულებით. მე არ მინდა ესეთი შთაბეჭდილება შეექმნას ტელემაყურებელს, რომ მე ამ სიმძიმეს მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, ქართულ მხარეს ვხედავ და მხოლოდ ეს თემა მაინტერესებს ან მხოლოდ ამისთვის ვარ აქ მოსული. არავითარ შემთხვევაში. ძალიან ესეთი მკვეთრი სიმძიმეები არის დაფიქსირებული რუსულ მხარესთან მიმართებაში. მე განსაკუთრებულად გამოვყოფდი რამოდენიმე მომენტს, რამოდენიმე პუნქტს, კერძოდ არის იქ მე-11 და მე-12 პუნქტები, სადაც საუბარი არის ცალკე სახელმწიფოების აღიარების შეუძლებლობაზე საერთაშორისო სამართლის ჭრილში.
ძალიან მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული ხელოვნური პასპორტიზაცია, როგორც წინაპირობა პრობლემის ესკალირებისა. ძალიან სერიოზულად არის იქ ერთმნიშვნელოვნად დაგმობილი, რომ ქართველთა მხრიდან გენოციდს ადგილი არ ჰქონია. ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი, რომ იქ ეთნოწმენდას ჰქონდა ადგილი, თუმცა აქ მინდა მცირე კორექტება მოვახდინო, იმიტომ რომ დღესაც სააკაშვილი საუბრობდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის მიმართ პირველად იყო ნათქვამი, რომ მან მოახდინა ეთნოწმენდა. დასკვნაში წერია, რომ ეთნოწმენდა მოახდინა ოსურმა მხარემ და რუსულმა მხარემ მას ხელი არ შეუშალა. ანუ არ შეაჩერა. ასეთი ფორმულირებით არის და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 26 პუნქტი, რომელიც მრავალმხრივ ბრალს დებს, ანუ ყველა მხარეს ბრალს დებს სამხედრო დანაშაულის ელემენტში კონკრეტულ ქმედებაში. ამ თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი და აღნიშნული დასკვნა მთელ რიგ მომენტებში საკმაოდ პროქართულია. და ეს უნდა გამოიყენოს აუცილებლად ქართულმა მხარემ. ისევ და ისევ ვიმეორებ პასპორტიზაციის თემას, ისევ და ისევ ვიმეორებ არაღიარების თემას, ისევ და ისევ ვიმეორებ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ობიექტურად არ დანახვა, ამის არ გამოყენება სამომავლოდ და ასე შემდეგ, უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე იქნებოდა სამომავლოდ, როგორც ესეთი. მე არ მინდა ვინმეს მისავართი თქვა ახლა პოლიტიკური სიბეცე, უბრალოდ ბატონი ბოკერია, რომელიც ჩემს წინ გამოდიოდა საკმაოდ, მე ვიტყოდი არასასიამოვნოდ კორექტული იყო, როდესაც საუბრობდა ოპოზიციის სამარცხვინო მცდელობებზე, ცოტა უხერხულია ამ ხელისუფლების მხრიდან სიფრთხილზე საუბარი ამ კონფლიქტზე, როცა ვსაუბრობთ განსაკუთრებით და რატომღაც მომეჩვენა, რომ განსხვავებით სხვა გამოსვლებისგან მისი დღევანდელი გამოსვლა ცოტა სუსტი იყო, თუმცა მე ამ შეფასებისთვის აქ არ ვარ მოსული და ძალიან გამიკვირდა ახალი რამ ხელისუფლების მხრიდან, რომ მისი მხრიდან იყო მცდელობა ტალიანის კომისიის რევიზირებისა. დაახლოებით ასეთი მომენტი იყო, რომ ასეთი მომენტი ფაქტებს ვეთანხმები, მაგრამ შეფასებებს არ ვეთანხმები. ანუ რაც მე არ მინდა არ მომწონს, რაც მე მინდა ის მომწონს. მე ვფიქრობ ამ ტიპის მიდგომა ვფიქრობ არ იქნებოდა სწორე ამ დოკუმენტის მიმართ. მე საერთოდ მგონია და ამით დავასრულებ და კი და შემდეგ ვისაუბრებ უკვე ქართულ სიმძიმეებზე, რა თქმა უნდა, მე საერთოდ მგონია, რომ ამ დასკვნას უნდა მივუდგეთ ჩვენ ობიექტურად და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები ამ დასკვნიდან. რა გვითხრა საერთაშორისო კომისიამ? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხვალ იმისათვის, რომ ის ომის შედეგები, ეს იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ შელახული რეპუტაცია, ჩემი აზრით. ეს იქნება ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც რეალურად გვაქვს. ეს იქნება ევროატლანტიურ სივრცეში საერთაშორისო სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი. თუ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისაკენ ნაბიჯების გადადგმა შეიძლება გაგვიგრძელდეს და კიდევ უფრო გაგვირთულდეს, თუ ამ დასკვნას ჩვენ ობიექტური თვალით არ შევხედეთ და თუ ისევ თვალში ნაცრის შეყრით დაუწყეთ საზოგადოებას იმის მტკიცება, რომ ჩვენ ყველაფერში მართალი ვართ და ყველაფერში დამნაშავე არის საპირისპირო მხარე. ალბათონინო, აქაც კი უბრალოდ, ხო, როდესაც თქვენ დაუსვით კითხვა ბატონ ბოკერიას, რომ რაში იყო ხელისუფლების შეცდომაო, მან გაცილებით წინა ეტაპზე დაშვებული შეცდომა სამშვიდობოების მანდატთან დაკავშირებით დაასახელა და ამით დაამთავრა ქართული მხარის უფრო კონკრეტული პასუხი ვთქვათ ბატონო რუსმენდი თქვენ ბატონ მამუკას თქვენი პასუხი იმაზე ერთი რომ ფაქტებს ეთანხმებით და ვთქვათ შეფასებებს არა ნამდვილად ესეთია მიდგომა ხელისუფლების ამ დასკვნის მიმართ და რა წილი პასუხისმგებლობა გამოჩნდა ხელისუფლების ვთქვათ ამაზე პასუხი თქვენი მხრიდანაც თუ შეიძლება მოგესალმებით პირველ რიგში მინდა რაც აქ თქვა იმაზე პატარა კომენტარი გავაკეთო მე დღეს ნახე ბატონ ინაკლი ალასანია რომელიც მითხრა რომ მას ის იყო მოწვეული მაგრამ შემდეგ შეიცვალა ჩემი თხოვნით მე დაუკავშირდნენ ბატონ ირაკლის და მოიწვიეს და მისი პასუხი როგორც მე მითხრეს იყო რომ მას უნდა დებატებში თომეკერა მარტო უნდა თუ იქნება დებატები იქნება პრეზიდენტთან. ამიტომ ამოვწოროთ ტალიანის დასმა. ნახე ირაკლი იყო ასეთი თხოვნა შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ასეთი თქვენი თხოვნით იწვევდა რუსთავი? არა, ჩემი თხოვნით არა, მე ვთქვი რომ თუ ეს კაცი მოწვეული იყო, შეიძლება თუ არა რომ კიდე იქნეს მოწვეული. მე კი არ მithოვია ირაკლისთვის. არა ხო შეიძლება მოლაპარაკება მინვის პირისპირ ხდებოდა დებატებში მე გამოვხატე ჩემი მოსაზრება მე სადაც გამოვხატე მოსაზრება ეთქმა ტელევიზიასთან ვის კითხეთ მაინტერესებს ბატონო მამუკა როდესაც ძალიან ხო რაში ვკარგავ დროს ძალიან ცოტა დრო მინდა დავეთანხმო ბატონ მამუკას იმაში რომ ძიმია დოკუმენტი
წამოვიღე და მართლა მძიმეა. აგერ არის ერთლიანად დოკუმენტი. მოდით შინაარსებისა. შინაარს რაც შეეხება, მინდა გითხრათ ძალიან ცალსახად, რომ ყველა ფაქტი, რომელიც მოყვანილია ჩვენ მეთანხმებით ამ ფაქტებს, ეს ფაქტები ემთხვევა იმას, რაც ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი, რაც დამატებით იქნა მოძიებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და სხვა ექსპერტების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ კომისიაში და კომისიის გარეთაც. რაც შეეხება შეფასებებს, შეფასების უდიდეს ნაწილს ჩვენ ვეთანხმებით, რამოდენიმე შეფასებასთან ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ესე მიგვაჩნია, იმიტომ რომ ეს შეფასებები ეწინააღმდეგება იმას, რაც წერია უშუალოდ ამ ფაქტებში. ფაქტები და შეფასებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები. თქვა ერთი მაგალითი. ერთი მაგალითი წერია, რომ შემიძლია გვერდების მიხედვით ვკითხავთ, რომ რუს სამშვიდობოები ასრულებდნენ თავის ფუნქციას. პირნათლად. იქვე წერია, რომ შემოვიდნენ ცხინვალის რეგიონში 7-მდე შემოსულები იყვნენ რუსი შეიარაღებული ძალების ესე იგი ქვედანაყოფები, არასამშვიდობოები. შემოვიდნენ დაქირავებული მკვლელები, ბაევიკები, რა ვიცი, რაც გინდათ ის დავარქვათ, მერსენარის ქვია იქა და ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა. თუ თქვენ წაიკითხათ სამშვიდობოების მანდატს, სამშვიდობოების მანდატში ძალიან კაფიოდ წერია, რომ ამის არ დაშვება იყო სამშვიდობოების საქმე. რომ არავინ არ უნდა შემოსულიყო იქ, არ უნდა შემოეტანა იარაღი, არ უნდა გაეწვნა, უკაცრავად დავამთავრებ, არ უნდა გაეწვნა იქ არანაირი შეიარაღებული ფორმირებები და ორივე ეს ყველაფერი წერია ამ დასკვნაში. ანუ ფაქტები წერია, რომ ეს მოხდა, შეფასება, რომ რუსებმა ასრულებდნენ თავის მოვალეობას, არ არის სწორი. მე ერთ-ერთი მაგალითი მოგიყვანეთ. კარგი, გადავიდეთ ქართულ ნაწილზე, რაზეც ოპოზიციასაც აქვს შეკითხვები ცოტა რუსულ ბრალდებებზე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ისაც პირველ ნაწილში. აი იგივე თქვენ პირველივე შეფასებისას გამოხვედით და თქვით, რომ საერთოდ არ წერია დოკუმენტში ის, რომ ომი საქართველოს დაიწყო და ამაზე ინტერპრეტაციები იქნება ტყუილიო. რასაც მოუყვა სხვათა შორის ძალიან მწვავე კრიტიკა თქვენი მისამართით, იმიტომ როგორ არ წერია, იქ თქვა თეთრზე შავი წერიაო, რომ სამხედრო აი შეიარაღებული თუ ფართომასშტაბიანი ვთქვათ შეტევა განახორციელა ქართულ მხარემ ცხინვალზე. აი რა პასუხს გასცემთ ამას, თქვა თქვენ ამბობდით, რომ არც არ წერია და ხელისუფლება გაცემაზე არ არის ძალიან მარტივი პასუხია. არ წერია, რომ საქართველოს დაიწყო ომი. აქ წერია სიტყვით წერია, რომ ესე იგი 7-დან 8-ზე ღამე ცხინვალის დაბომბვა იყო, ესე იგი ეს იყო დასაწყისი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტისა, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ კულმინაცია იმ პროვოკაციებისა, რომლებიც ხდებოდა მანამდე. ეხლა მე მაქვს ესეთი კითხვა, თუ ადამიანი იცავს თავს, ეს არის ომის დაწყება? თუ ომი გასულებით მანამდე დაიწყო? ასევე მინდა ვკითხო ოპონენტს, რომ მას როგორ მიაჩნია 7-მდე, რასაც აკეთებდნენ ეგ რუსები, როცა იბომბებოდა ჩვენი სოფლები, ეს იყო თუ არა აგრესია? და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა ვალდებულება ამ აგრესიისთვის ეპასუხა. კარგი, ბატონო მამუკა, თქვენ გითხოვთ დროს. კითხვაზე პასუხის გაცემამდე მე მინდა გითხრათ, რომ ის რაც ბატონმა თემურმა წაიკითხა, გარკვეულწილად არასრული ფორმაა, იმიტომ რომ ეს წერია მეორე და მესამე პუნქტში, სადაც საუბარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალზე შეტევა, მდგრადი შეტევა, ესეთი ფორმულირებით თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო დასაწყისი ფართომასშტაბიანი სამხედრო ასე ვთქვათ, კონფლიქტისა, რაც შეეხება მე-14 პუნქტს, იქ ასევე არის მოყვანილი ეს ფრაზა და შემდეგ გრძელდება, რაც გახდა დასაბამი ღია სამხედრო დაპირისპირებისა. იმ მეორე და მესამე პუნქტში დიახ წერია, რომ ეს იყო ესკალაცია, ეს იყო კულმინაცია კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროცესისა და ეს პროცესი მინდა გითხრათ, რომ ამავე პუნქტში ძალიან შორს მიდის. ეს არ არის ერთ კვირაზე და ორ კვირაზე საუბარი. იქ საუბარი არის 21 წლის ანექსიაზე, საუბარი არის 80-იანი წლების ბოლოზე და 9 აპრილიც არის მოხსენიებული. 90-იანი წლების დასაწყისია და სხვათა შორის საქართველოს მხარესთან დაკავშირებითაც არის მთელი რიგი შენიშვნები. მე მინდა დიახ, ისტორიული ექსკურსია. ამიტომ ეხლა ჩვენ თუ ისტორიული ექსკურსიის კულმინაციას დავარქმევთ 7-8 აგვისტოს ღამეს, მე მგონი ეს იქნება არასერიოზული. ამასაც საუბარია 7 აგვისტომდე რეგულარული ჯარები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე და კერძოდ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ისე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსი სამშვიდობოების გარდა დიახ იყვნენ
რეგულარული ჯარი იქ უფრო აქცენტი კეთდება ეგრეთ წოდებულ მოხალისეებზე, ანუ სახალხო ნაროდნი აპალჩენია რაღაც აი ამ დაგვარზე, კი ბატონო კეთდება, მაგრამ ძალიან ჯარები არ იყვნენ? ბატონო? რუსეთის შეერაგებული ჯარების მეგეუბნებით მე მეკითხებით თუ დასკვნიდან ვისაუბროთ. ხო, დასკვნიდან გადაგითხებით. დასკვნაში არ წერია, რომ იქ იყო რუსეთის შეარაღებული ძალების წარმომადგენლები, კი ბატონო, წარმომადგენლები, მაგრამ კი ბატონო, კი, მაგრამ საქმე რაშია? მე ძალიან მაინტერესებდა მე-14 პუნქტთან დაკავშირებით როგორი იქნებოდა თქვენი მიდგომა. რომ მე-14 პუნქტი მე ვიტყოდი საკმაოდ უხერხულია და საკმაოდ მძიმეა ქართული მხარისათვის. საუბარია რაზე? რომ პირდაპირ წერს ასე ვთქვათ კომისია, რომ თავდაპირველად საქართველოს გამართლებად ამ ოპერაციისა, სამხედრო ოპერაციისა, ანუ артиლერიით იერიშის მიტანა ქალაქ ცხინვალზე, ასე ვთქვათ, ახსნა როგორც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და მოყავს ყურაშვილის ცნობილი ციტატა. შემდეგ მალევე უფლებოდ გამოაცხადა ეს ქართულმა მხარემ და შემოიტანა სხვა, ასე ვთქვათ, ახსნა, სხვა არგუმენტი, რომელიც შედგებოდა 3 პუნქტისაგან. დასკვნაშია ეს ყველაფერი. პირველი პუნქტი ეს არის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, ანუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება, მეორე ეს გახლავთ საცეცხლე წერტილების განეიტრალება და მესამე გთხოვთ მეაქციოდ ყურადღება. რუსული შეიარაღებული ძალების მასიური გადაადგილება რეგიონის ტერიტორიაზე. ამ 3 არგუმენტიდან შემდგომ კომისია თვლის და აფასებს, რომ 2 არის არასწორად არგუმენტირებული. კერძოდ, იმ ტიპის საარტილერიო შეტევა, რომელიც იქნა განხორციელებული 7-დან 8 ღამეზე, არ შეიძლება გამოყენებული იქნას ჰუმანიტარული მისიის საწარმოებლად, იმიტომ რომ ჰუმანიტარული მისია სჭირდება მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა ჰუმანიტარული დერეფნით და არა გრადების გამოყენება კონკრეტული მისამართით. ისე როგორც კომისია წერს, რომ 8 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური გადაადგილება არ ფიქსირდება რეგიონში, შესაბამისად ამ ტიპის ღონისძიება მათი შეკავების მიზნით ვერ იქნებოდა გამოყენებული. მე რასაც ვამბობ ახლა, ვამბობ კომისია რას ამბობს, რას წერს. ჩვენ თუ გვინდა რომ კომისიის დასკვნას, შეფასებას, ანალიზს, რევიზია გავუკეთოთ, მაშინ ვთქვათ, რომ რევიზიას უკეთებთ რეალურად ამას, არ გვაინტერესებს და მაშინ სხვანაირად მივუდგეთ. მე ვსაუბრობ ფაქტებით, ამასთანავე, კონკრეტულად, ამასთანავე მინდა ქართულ სიმძიმეებზია ორ მომენტსაც ვიტყვი, თუ აკვირდებით და ბუნებრივია გააქვთ ახლა დოკუმენტი და შეგიძლიათ ახლა ჩახედოთ თუ ვერ გაიხსენებთ, მე-17 და 21 პუნქტებში საუბარი არის, რომ სამშვიდობოებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არ ფიქსირდება სამშვიდობოებზე თავდასხმა, თუმცა ადგილი ჰქონდა დაზიანებას, სიტყვა დაზიანება არის გამოყენებული აღნიშნულ დასკვნაში მე-17 პუნქტში, ხოლო 21 პუნქტი ამას კიდევ უფრო ამძაფრებს და პირდაპირ წერია იქ, რომ სამშვიდობოებზე ამგვარი მოქმედების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლა რეგიონში იყო ლეგიტიმური. 3 მიმართულებით რუსეთის არგუმენტაცია, რომ ეს იყო თითქოს გენოციდი, გაქარწყლებულია, ეს იყო თავდაცვითი ზომების მიღება, გაქარწყლებულია, მაგრამ სამშვიდობოების დასახმარებლად შემოსვლა ლეგიტიმურია. წერია 21 და ბოლოს 26 პუნქტი ისევე ეხება სამწუხაროდ ქართულ მხარეს, სადაც საუბარი არის სამხედრო დანაშაულზე, როგორც ოსურ მხარეს, როგორც აფხაზურ მხარეს, სამწუხაროდ ისინი მხარეებად არიან წარმოდგენილები. იცით როგორ ომის დანაშაული ხა პირდაპირ ესეა, თარგმანიდან რო ავიღოთ, მაგრამ ასე ვთქვათ, გასაგები ენით მას ქვია სამხედრო დანაშაული. სამოთვალა ბატონმა მუკამ, სადაც ქართული მხარის ასე ვთქვათ, ამის არ დანახვა, მე ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოსთვის იქნება საზიანო სამომავლოდ. კარგი. გავცეთ პასუხი ბატონო. პირველ რიგში ბატონო მამუკა მინდა გითხრათ, რომ მე-14-ში კი არ წერია ეგეთი რაღაცები, ხდება მეორე პუნქტი და რაღაც თქო. ამ ციფრებზე ნუ ვიდათ ხო? მე გითხარით მეორე, მესამე და შემდეგ მე-14. არა, ერთ წუთას აქ გარკვევით წერია ესეთი რაღაცა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ესე იგი ცხინვალის артиლერიო შეტევა და ეს артиლერიო შეტევა იყო ფართომასშტაბიანი. ზუსტ სიტყვით მივიღეთ. ფართომასშტაბიანი ოპერაციის ესე იგი ფართომასშტაბიანი შეტაკების შეიარაღებული დასაწყისი და მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კულმინაცია ვიმეორებ რაც აქ წერია
და მე 9 აპრილი და რაღაცები კი არ არის, მე როცა მეორდება, მე მოდის უკვე არა 9 აპრილი, არამედ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია. კი ბატონო. ამიტომ ნუ შევიყვანთ ახლა ტელემაყურებელს შეცდომაში. ისტორიული ექსკურსია. ისტორიული ექსკურსია არის შესავალში. მე სადაც თქვენ ძალები. მე-14 პუნქტის გაგრძელებიდან უკვე არის შეიარაღებულ კონფლიქტზე ლაპარაკი. კარგი, ამაზე რა კი ბატონო. ამის შეფასებაზე ვისაუბროთ, ბატონო თამარ. როდესაც ლაპარაკია, რომ როდის დაიწყო ომი, ცალსახად საუბრობს დოკუმენტი, რომ ომი არ დაწყებულა 7-ში და 8-ში. 7-ში და 8-ში იყო კულმინაცია მანამდე დაწყებული იმისა თქვა შეიარაღებული შეტაკებებისა და შემდეგ. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ 7-მდე იბომბებოდა ქართული და პროქართული სოფლები, დიდ და პატარა ლიახში. იბომბებოდა артиллерии ეგრეთ წოდებული პოზიციური ბრძოლები ძირითადად ქართული სოფლების მისამართით. კი ბატონო, იყო მსხვერპლიც. იგივე 1 აგვისტოს. ეს რა არის? ოსო მხარესაც იყო. არა, ომი არ არის ესა? არა, იცით რა არის ახლა? არა, ვერ გავიგებ, მითხარით, როდესაც შენი სოფელი იბომბება მასიურად, მე ვიყავი იქა, მისული. თქვენ იყავით იქ სამოქალაქო ტანსაცმელში. 92-93 წელს მე ვიღებდი მონაწილეობას აფხაზეთის კონფლიქტში და ვიცი რას ნიშნავს პოზიციური ბრძოლა და რას ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო ღია შეტაკება. ძალიან კარგი. და პოზიციური ბრძოლა ომის ნაწილი არ არის? კი, როგორ არა, მაგრამ სხვა არის პოზიციური ბრძოლა. რა თქმა უნდა, სხვა არის. დიდი მადლობა. საუბარი ომი დაიწყო თქვა თქვა 7-მდე. ხუთინაზე როა საუბარი, მე სხვანაირად ვიცი ეს ყველა. ძალიან კარგი, თქვენ დამიდასტურეთ, რომ პოზიციური ბრძოლაც არის ომის ნაწილი. დიდი მადლობა. გადავიდეთ შემდეგი. როდესაც ლაპარაკია რუსეთის სამშვიდობოებზე. ცალსახად არის და იცით რა არის? ამ დოკუმენტზე მუშაობდა მთელი ჯგუფი, რომელიც სიტყვებს არჩევდა. აქ წერია, რომ სიტყვას ვთქვით, ვკითხულობ, ვერ ადასტურებენ, რომ იყო შეტევა, რა ქვია, რუს სამშვიდობოებზე და თუ ასეთი იქნებოდა, მაშინ რუსეთს ეკნებოდა საშუალება. ხო, მაშინ რუსეთს ეკნებოდა საშუალება, რომ დაეცვა თავისი სამშვიდობოები, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი იძახიან, რომ გავაკეთეთო, არამედ ლოკალური თავდაცვითი ოპერაციის სახით. ამიტომ აქ ლაპარაკია ჰიპოთეზაზე, რომ თუ ის ვერ ადასტურებს დოკუმენტში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ პუნქტს, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ დარღვეულ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართულად დახოცეს სამშვიდობოების მიმართ რუსების ქმედება ლეგიტიმურად არის თუ არა ნახსენები 21 მუხლში. ნახსენები არის ჰიპოთეტიურად თუ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ლეგიტიმური იყო მოქმედება არის თუ არა ნახსენები? ასეთ შემთხვევაში წერია რომ თუ იქნებოდა ლეგიტიმური იქნებოდა და არა რომ იყო. ეს არის არ გვინდა ახლა სიტყვების თამაში არ არის ახლა. არა, ნუ ახლა დოკუმენტია და ამიტომ ვიზახი რა ერთოსად მაცადეთ ერთოსად. თუ შეგვიძლია რომ ჩვენ ვილაპარაკოთ და დაგინებოთ შეგინება სხვადასხვა თუ ერთდეგივე, ეს არის სერიოზული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ეხება, ხო? პოლიტიკოსებს ხო არ ეხება. აქ წერია, რომ ვერ ადასტურებენ ისინი, რომ იყო შეტავა სამშვიდობოებზე. სერიოზული თემიდან არასერიოზული გადავალთ, რაც დაგინება შეგინება შეეხება. ხო და რა მინდა ვთქვა, რომ ყველა სიტყვა არის აწონილი და აქ წერია, რომ თუ იქნებოდა ვერ ვადასტურებთო თეთრით, შავით თეთრზე წერია ვერანაირად, რომ ისინი რა ქვია, სამშვიდობოებზე იყო განხორციელებული შეტევა. შემდეგ საუბარი როდესაც არის, რომელიც აბზანეთ უკაცრავად მე-19-ზე, სადაც საუბარია, რომ ისმის კითხვა, რაიმე საერთაშორისო სამართლის ფორმაში ჯდებოდა თუ არა საქართველოს მოქმედება 7-დან 8 ღამე. ამაზეც გაიჩა პასუხი და მე რა წერია? რა წერია? აი, წავედით მე-19 პუნქტში. ხო, აბა? მე მგონი ეგ უნდა კარგად იცოდეთ, იმდენად არაფერი აქ მძიმე არ არის, აქ წერია საქართველოს მიერ არ იყო, ესე იგი, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით იყო თუ არა, ესე იგი, გამართლებული და წერია რომ არ იყო. რომელ დარღვევაზე გველაპარაკებიან? მოიცადეთ ახლა დავამთავროთ. აქ გველაპარაკებიან, რომ დარღვეული იყო 1992 და ესა სოჩის ხელშეკრულება. სოჩის ხელშეკრულება უკაცრავად ვინ დაარღვია? საქართველოს დაარღვია თუ რუსეთმა დაარღვია? დღეს საერთაშორისო სამართლის ნორმა ითვლება თუ არ ითვლება? საერთაშორისო სამართლის ითვლება ეს ნორმა თუ არ ითვლება? ნორმა ითვლება და ვინ დაარღვია პირველმა ამაზეა ლაპარაკი. რატომ გპასუხობს არას კომისია თუ სხვამ დაარღვია და ჩვენ არ დაარღვია? რომ აი ეს შეფასება არ არის სწორი.
აი ამაზე მაქვს საუბარი. თქვენ მეუბნებით რომ აი ეს მაწყობს, ეს არ მაწყობს, ამას გეუბნებით. მე გეუბნებით რომ როცა ფაქტებზე ლაპარაკობს, შეფასებებზე, ზოგიერთზე და არა ფაქტებზე, ზოგიერთი შეფასება არ არის კორექტული, იმიტომ რომ თუ იცახი რომ იქ შემოვიდა რუსი, იქ ეხმარებოდა სეპარატისტებს, აიარაღებდა ისა და ასე შემდეგ, წაიკითხეთ, მე ზეპირად ვიცი ლამის 92 წლის ხელშეკრულება. იქ ესეთი რამები არის აკრძალული. თუ რუსეთმა ეს გააკეთა 7-მდე, იმან მან დაარღვია პირველმა ეს ხელშეკრულება, შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ, ანუ ყოველგვარი კაზუს ბელი საქართველოს უკვე იმ მომენტისთვის ჰქონდა. რუსეთმა რა დაარღვია? რუსეთმა დაარღვია, მე ამაში გეთანხმებით, მაგრამ რასაც არღვევს რუსეთი, იგივეს რომ არ არის სწორი. უკაცრავად, რასაც არღვევს რუსეთი, იგივეს რომ არღვევს ქართული მხარე, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ამაზე არ არის ლაპარაკი, თუ ხელშეკრულება დარღვეულია, ეს დარღვეულია. საერთაშორისო სამართლის ნორმაზეა საუბარი და არა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაზეა ლაპარაკი. კარგი, მოდით, ჩვენ ეს პუნქტებს რომ სტუდენტიც შეგვიძლია ამაზე გასცეს კვალიფიცირებული პასუხი. მოდით, ოპოზიციასგან მექნება ჯერ ვერ გასაკი არა. ფაქტი დაამახინჯა. ფაქტი არ დაუმახინჯება, ფაქტი და სწორი შეფასება არის. შეფასება დაამახინჯა. არ ეთანხმება ხელისუფლება შეფასებას თქვენ ეთანხმებით, რატომ ამკა? მიზეზი შემიძლია გითხრათ. ხო, აი რა შეიძლება იყოს? იგივე მიზეზია, რაც ბატონმა ბოკერიამ თქვა კონიუნქტურა მსოფლიო? შეიძლება, რა თქვენ გამორიცხავთ. მოდი ჩვენ არ ვიცით რომ რუსეთია, რამხელა, რა გავლენები აქვს ასე შემდეგ. თქვენ არ გამორიცხავთ. 7-დან 8-ზე რასაც ვაკეთებდით, მაშინ პატარა იყო უფრო რუსეთი, შეერაღება მოდი კითხავთ, რა თქვენ სოფლებს როცა ბომბავენ ხელისუფლებაში ყოფილიყავით, მოდით გავუძლებთ ერთად. როგორ რას მოიმოქმედებთ მაშინ? მოდით აი ესე შევხედოთ, იმიტომ რომ მუდამ არის კრიტიკა და გასაგებია რომ თქვა სამხედრო ოპერაცია ცხინვალის არ მოდით მაშინ დაასრულოს და მე ვიტყვი. კარგი, დაასრულეთ მაშინ უნდა დაასრულეთ ბატონო. ხო, 26-ში როცა ლაპარაკია ნიშნებზე. აქ ნიშნებზე საუბარი არის, რომ ამ ესე იგი დარღვევები და დანაშაული აქ არის ძირითადად მითითებული, ასე ვთქვათ, არარეგულარულ ძალებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მერე წერია 26-ში, ხო? დიახ. ეს იყოს ბოლო პუნქტი. რომ ფაქტია, რომ საქართველოს და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს დაახლოებით ერთნაირი შეიარაღება ზოგიერთ შემთხვევებში. ხო. კარგი. დასკვნა ძალიან ვრცელია, ჩვენ ხა ყველა დეტალს თანაზომადი არის ნიშანი სამხედრო დანაშაულისა. სამხედრო დანაშაულის ესე ნუატრელი ძალიან ძიმე და ესა დანაშაულია. კაი, ომის დანაშაულისა პირდაპირ თარგმნით. მაცალეთ, აქ არის ლაპარაკი, რომ ორივე მხარემ გამოიყენა დაახლოებით ერთნაირი შეიარაღება. რა შეიარაღებაზე ლაპარაკი ზუსტად შემიძლია გითხრათ. აქ არის კლასტერული ბომბების გამოყენება. საქართველოს თქვა, რომ ჩვენ გამოვიყენეთ კლასტერული ბომბები, არსებობს ამაზე Human Rights Watch-ის დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველოს კლასტერული ბომბები გამოიყენა შეიარაღების წინააღმდეგ. ჩვენ არ დაგვიბომბია მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთმა კლასტერული ბომბები გამოიყენა ქართულ ქალაქებში და დაიღუპა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა. სამხედრო დანაშაული საქართველოს ქართულ ქალაქზე გამოიყენა, როგორც არის ცხინვალი. ცხინვალი კლასტერული ბომბა ცხინვალში არ გრადები გამოიყენა, რომელიც ასევე იყო არათანაზომადი. არათანაზომადი. ზუსტად გადავეცით ქართულ ქალაქზე. ზუსტად გადავეცით ჩვენ ის ადგილები, რომლებიც დაიბომბა. ანუ აღიარეთ. რა? ანუ აღიარეთ. რა, რომ გამოვიყენეთ. აღიარეთ ის, რომ ეს გააკეთეთ. რა გავაკეთეთ? ცხინვალი რომ დავბომბეთ რა, ჩვენ უარი ვთქვით, რომ ცხინვალი დავბომბეთ? სწორი იყო? დასკვნის მიხედვით? დასკვნის მიხედვით ისინი ცვლიან რომ არ იყო თანაზომადი ჩვენ თქვენ ხართ ხელისუფალი უცხო ქვეყნის ჯარია შემოსულიყავთ მოვასწრებთ ყველა როდესაც ლაპარაკია აქ რომ ისა თანაზომადი იყო თუ არა რას აკეთებს ახლა კომისია შეფასებით ნაწილში რაც ჩვენ არ ვეთანხმებით რომ ყოფს ცალ-ცალკე რუს სამშვიდობოებს ყოფს ცალკე იმას რა ქვია შემოსულ რუსის ჯარებს ბაევიკებს
და ეგრეთ წოდებული სეპარატისტის ბანდფორმირება. არა მხოლოდ მაგას ყოფს, სხვა რამეს აწყობს ის. არა, ყოფს და იძახის რომ თუ ლაპარაკია რომ მარტო რუსის ჯარი შემოვიდა იმისთვის იმასთან საბრძოლოდ არა თანაზომადი გამოიყედა. მაგრამ ესენი ვინ არიან დანარჩენები რომლებიც სხვადასხვა. ნუ ეხლა იცით რა გვინდა ეხლა? აპატიეთ როგორ ვინ არიან? საერთაშორისო სამართლის ენაზე სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მოხალისესადმი სხვა მიდგომა არსებობს, მშვიდობის ყოფილისადმი სხვა მიდგომა არსებობს, რეგულარული ჯარისადმი და სხვა მიდგომა არსებობს მასიური რას ნიშნავს რომ როდესაც ჩვენ გესვრიან არტილერიას თანაზომადია თუ არა? არა, აქ მაგაზე არ არის ერთი ტანკით მოდიხარ, ტანკით წამოვიდა. თანაზომადი 100 სპეცნაზელი თუ 1000 წვევამდელი. კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად რა ტიპის იერარქია უნდა იქნას გამოყენებული? ამაზეა საუბარი. როდესაც რუსებს ეუბნებიან არათანაზომადიო, იმაში სენაკში, ფოთში, გორში რომ გამოიყენე, ამიტომ არის არათანაზომადი და არა იმიტომ რომ იმას სხვა იერარქია ჰქონდა. როდესაც ცხინვალის დაბომბვაზეა საუბარი, არათანაზომადი იმიტოა, რომ თუ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად აკეთებდი ამას, ჰუმანიტარულ დერეფანს არ ჭირდება გრადით დაბომბვა. ამაზეა საუბარი. ჩემ კითხვაზეც გასცეს, ბატონო მამუკამ პასუხი და მოგწევთ. გარკვეული ცოდნა გამაჩნია. არა, ამიტომ ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში უნდა ილაპარაკო სამხედრო ესა თანაზომადი რა შემთხვევაში არის და რა შემთხვევაში არა. კარგი, აღარ გვინდა სამხედრო თანაფარდობაზე საუბარი. თქვენება გქონდეთ, მაგრამ ბატონო, მაშინ დავასრულოთ, რომ დრო არ გვაქვს. ძალიან ხო, ორი წუთი მომეცი კითხვის დასასრულებლად. ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა. ბატონო მამუკა, ორ კითხვას ერთად დავსვამ, იმიტომ რომ მინდა რომ ორივეზე პასუხი მოასწროთ. ერთი რომ, ანუ თქვენ თვლით რომ და მოკლედ მიპასუხეთ, რომ ამ დასკვნის შემდეგ უნდა დადგეს, თქვა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე საუბრობდა ოპოზიცია და მაინტერესებს პასუხი და თქვენ როგორ მოიმოქმედებდით? ბევრჯერ დავსვე შეკითხვა და უბრალოდ ვეღარ მოვისმენე პასუხი, იმიტომ რომ კამათობდით. კი ბატონო, გასაგებია. როდესაც უცხო ქვეყნის ჯარია შემოსული თქვა. ჯერ ერთი მინდა უპასუხო ბატონ ბოკერიას, რომელმაც წინა ნაწილში ბრძანა რომ ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ დასკვნით რაღაცა ამოტრიალდებოდაო, მსგავსი ტიპის მოლოდინი ნამდვილად არ გქონია ჩვენ. შესაბამისად, მაგრამ კეთდებოდა მსგავსი ბევრი განცხადება, რომ ისეთი რაღაცები კეთდება საერთოდ რა ყველაფერს თუ ჩემკენ გამოიშვერთ ან ჩვენკენ გამოიშვერთ, მე მგონი არ იქნება. ანუ ტალავინის დასკვნას ჩვენ არ უყურებდით როგორც შიდა ქართული პოლიტიკური განხეთქილების ინსტრუმენტს. მე რომ მკითხოთ პირადად, ტალავინის დასკვნა უფრო გარე მოხმარების დოკუმენტია, საერთაშორისო თვალსაზრისით მოხმარების დოკუმენტია, თუმცა რა თქმა უნდა მას დატვირთვა აქვს შიდა თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, რაიმე სახის დამატებითი იმპულსის შემოტანა ხელისუფლებასთან მიმართებაში ამ დასკვნით და არც იცვლება, არც მძაფრდება, არც სუსტდება. ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ 6 თვის წინ გვაქვს ჩვენ დაყენებული არა მხოლოდ აგვისტოს მოვლენების გამო, არამედ მის მიერ ნაწარმოებები პოლიტიკის გამო და ბუნებრივია ჩვენ ამ ხაზს შევინარჩუნებთ მშვიდობიანი ფორმით, არჩევნების გზით და არავითარ შემთხვევაში დამატებით ინსტრუმენტად ჩვენ ამ დოკუმენტს ამ შემთხვევაში არ აღვიქვავთ. რაც შეეხება რას იზავდა. ისეთ რაში ასათ მე, როდესაც საუბრობთ რომ ეს იყო პროცესი და იყო კულმინაცია ამ ხელისუფლებას ამ კულმინაციამდე 6 წელი ჰქონდა. 6 წლის განმავლობაში იყო გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. შეიძლება არ ახსოვს ბატონ თემურს, მაგრამ ჩვენ მაშინ პარლამენტში ვიყავით, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის ბაზების გაყვანის საკითხი დადგა, იქვე ჩვენ მეორე და მესამე პუნქტი დავაყენეთ, რომ ვერ იქნება ეს თემა სრულად ამოწურული, თუ იქვე არ განვიხილეთ ჩვენ რუსის სამშვიდობოების თემა, რაზედაც დღეს საუბრობს ბოკერია, რომ შეცდომა დაუშვით მაშინო და მეორე მომენტი, მაშინვე დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეყენებინა საკითხი SNG-სთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ერთი. მეორე მომენტი, როდესაც ხედავ, რომ კვირების განმავლობაში შემოდის შეიარაღებული ძალები, ხან რაღაც ისინი მშვიდობიანები. კი ბატონო, არა, უკაცრავად ეხლა პროცესში ხო უნდა დაინახო 7 ღვიძლოს გავიღვიძე უცებ და უბედურებას ეხება. უნდა მიიღო ზომები აუცილებლად საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ინფორმირების თვალსაზრისით. ელემენტარულად ყველაფერს დავიდავანებოთ რა. 7 აგვისტოს საღამოს დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, ისე რომ უბრალოდ პარლამენტი არ შეკრებილა. არ შეკრებილა უბრალოდ. პირდაპირ ეს სპონტანურად დაიწყო, თავდაცვის მინისტრი იყო მალეორკაზე. ეს ფაქტია, ხო? ყველაფერს დავიდავანებოთ. დღეს გამოდის სააკაშვილი და ამბობს, რომ არც ერთი ქალი, არც ერთი ბავშვი არ დაღუპულა იქით მხარეს ჩვენს მიერ ნაწარმოებები ოპერაციის მერეო. რატომ იცით? ჰუმანიტარული დერეფანი გააკეთეს იმენა 6 დღით ადრე და ქალები და ბავშვები გაიყვანენ. გაიყვანეს ელემენტარულად. ჩვენ გავაკეთეთ იგივე? ჩვენ რატო არ გავაკეთეთ? ესეც გადასადგმელი ნაბიჯი იყო. როცა ერთს გააკეთებ, მეორეს გააკეთებ, მესამეს გააკეთებ, მეოთხეს გააკეთებ, მაშინ შეიძლება იფიქრო შეიარაღებულ
შეტაკებაზე, მაგრამ დღენახევარში კაპიტულაცია არ უნდა გამოაცხადო. კოდორი უსტოფის გაუსრულებლად არ უნდა დატოვო. ამაზეა საუბარი. ბატონო, იყო თუ არა მსგავსი შეცდომები დაშებული ხელისუფლების ბოლო ფრაზას ვიტყვი და მე ალბათ თქვენ ბრძანეთ. ბოლო ფრაზას ვიტყვი. როდესაც საუბარი არის იმაზე, ვინ დაიწყო, რატო დაიწყო, როდის დაიწყო და ასე შემდეგ. ხო, ნუ ასე ფართო მასშტაბიანი, ასე თქვა, შეტაკებები. კი ბატონო. საზოგადოებრივი აზრი საქართველოში გარკვეულწილად იქმნება რა სიტყვის ბატონი იაკობაშვილი, ბატონი ბოკვერია, ბატონი მალაშხია, მათ შორის ოპოზიცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. გადავხედოთ 2 დღის განმავლობაში რა პრესა აქვს ამ კონფლიქტს და ამ დასკვნას. რა პრესა აქვს? ავტორიტეტული მედია საშუალებები. გნებავთ ვეჭდიდი და გნებავთ ერთ წუთით ელექტრონული. პირდაპირ სათაურში გამოტანით, შინაარსში ჩაწერით და ამ შემდეგ ერთ მნიშვნელოვნად მძიმე შეფასებას აძლევს იმ ნაწილს, რაც საქართველოსთან მიმართებაშია. მე პირდაპირ აქ მოტანილი მაქვს სია იმ გაზეთების, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს დაიწყო სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაშია. BBC პირდაპირ საქართველოს არაფრის მთქმელი ომი წამოიწყო. კარგი, გავხსნეს პასუხი ბატონო. ასე იქმნება მსოფლიო აზრით. ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ ბაბაკე ნინო ერთი წუთით რა ჩვენ თუ გვინდა რომ აქ ეხლა ქართულ მოსახლეობას იგივე უმტკიცოთ, რასაც უმტკიცებდით სექტემბერში რომ ომი მოვიგეთო. მოვიგეთ ომიო გაგიჟდა ხალხი, რანაირად მოიგეს ომი ვერ გავიგეთო. შემდეგ იმას უმტკიცებდით. უკაცრავად, შემდეგ იმას უმტკიცებდით რომ ომი არ დამთავრებულა გრძელდებაო და ტაშფანდური თავიკლეთ მთელი ქვეყანა. ეხლა საინტერესო ფორმულირება მოიფიქრეს კიდევ რაღაც ესეთი რომ ესე იგი რუსეთმა წააგო ოღონდ საქართველოს ჯერ არ მოუგია. ეს აბსტრაქციონიზმია პოლიტიკური თუ შეიძლება ამიხსენოთ რა ბატონო თემო, თქვენ გაძლევთ დროს იმისათვის, იმიტომ საკმაოდ ბევრი საუბრა ბატონო მუკამ, რომ გასცეთ პასუხი. ერთი იყო ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი და მეორე საერთაშორისო პრესა და მედიამ, რომელმაც ამას ყურადღება მიაქცია და საერთაშორისო გამოხმაურებაზეც მინდა რომ გააკეთოთ თქვენი განმარტება და გასცეთ პასუხი. ესე იგი ეთქობა ბატონ მამუკას მართლა რასაც ჩვენ გვაბრალებს იგივე საკეთებ ალაგ-ალაგ აქვს რაღაცები ამოკრეფილი და სხვა ნაწილებში ეთქობა კერძოდ 29 პუნქტი საუბრობს იმაზე რომ 2006-2008 წლებში საქართველომ გააძლიერა ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები ცხინვალთან და სოხუმთან და ამას აკეთებდა იმისათვის რომ მოსკოვის პოლიტიკური როლი შეემცირებინა. ანუ თუნდაც დაგვიწყეს სამშვიდობო პროცესი გადაგვიდგია წინ ნაბიჯები, სხვათა შორის თქვენი ალიანსის ლიდერი ამაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას. დიახ ბატონო. უფრო მეცაც გეტყვით. ალიანსში შემოვალი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თან ასოცირებული თუ ძალკენდგომი ექსპერტების მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ელემენტები ჩვენ ავიღეთ და სახელმწიფო გეგმაში ჩავდეთ და შევთავაზეთ გასული წლის გაზაფხულს ასე ვთქვათ სეპარატისტულ მაშინდელ სეპარატისტულ მხარეებს. აბატი, როდის? გაზაფხულს. ეხლა. ეხლა არა, კაცო, ლაპარაკობ შარშა. სანამ იქნებოდა აგვისტოს. მე ვიყავი პირადად ჩართული იმას, რასაც თქვენ ძალობთ, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ. სოფლიოში იმ ესე იგი ჩვენი პარტნიორების საქმის კურსში ჩასაყენებლად, ინფორმაციის მისაწოდებლად პრესკონფერენციებს მართავდით, ვურეკავდით პრეზიდენტთან დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტებით დამთავრებული ეს ყველაფერი დოკუმენტირებული არის. საიდან მოიტანეთ, რომ ჩვენ არ აქვს არანაირი ასე ვთქვათ საინფორმაციო ასთა გაცვლა გამოცვლა დასავლეთში. რა არგუმენტიც მე მოვიყვანე. იმას რატო აუხვიეთ? არ აუხვია არაფერი. მე გეუბნებით რომ სამშვიდობოებთან დაკავშირებით. ზუსტად გეუბნებით სამშვიდობოებთან დაკავშირებით. ესეთესთან დაკავშირებით. ყველაფერს გეუბნებით. ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით და გეტყვით, გელაპარაკებით, ხო? მე ვიცი თქვენი სხვა განცხადება. მე ვიცი თქვენი სხვა განცხადება. გაკეთებული 7 აგვისტოს. რომ კულახმეტოვი ვაშკაცურად მოიქცა, როგორც მისი ქვეყნის შვილს შეეფორებაო. ეს არის თქვენი განცხადება. 7 აგვისტოს გაკეთებული. კულახმეტოვი მოიქცა ვაშკაცურად. 7 აგვისტოს. გეტყვით ახლა ეს თქვენი განცხადება. ვიცი და მე ჩვენ განცხადებებზე ყველაფერზე შეიძლება პასუხი გაგცეთ. ანუ თქვენი განცხადება რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, დასავლეთი არ ჩააყენა საქმის კურსში და არ ეუბნებოდა, უბრალოდ არ არის სიმართლე. შედეგი? შედეგი მეორე, შედეგი იყო ის რომ როდესაც ჩვენ მე ბრიუსელში გავაკეთე პრესკონფერენცია და თქვი რომ ომის პირას ავართ მეთქი მაისში. ხო, მოვიდნენ და მithქეს ბატონო მინისტრო ამ ქალაქშიო სიტყვა ომს ნუხმარობთო. იცით თქვენ თუ არა? გასაგებია. ხო და მე ჩვენი საქმიანობის შედეგი იყო რომ აქ ჩამოვიდა შტაინმაიერი, ჩვენი საქმიანობის შედეგი იყო რომ ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი. აქ რომ ჩამოვიდა
ისინი თქვენ გეუბნებოდნენ რომ გიმზადებს ხაფანგს რუსეთი და არ ჩვენ რა ჩაგერთ. იცით რას მეუბნებოდნენ მე ვიჯექი იმ შეხვედრას და თქვენ მოგიწევთ მე რას მეუბნებოდა არა მე ვიცით რა მე ვიჯექი ხო გაგცეთ ბატონო თემურმა გისმენთ შემდეგ ნაწილიც გადავიდეთ კითხვაზე თუ ისინი შემოგვიტევენ რა უნდა ვქნათ დიახ თქვენ რა პასუხი მივიღეთ თქვენი აზრით ხო რა პასუხი მე არა თქვენ ხო ყველაფერი იცით ანუ მე რას ლაპარაკობდი ისიცით და შეხვედრაზე იმ არ თქვა იცით ლაპარაკობდი ის არ მიხდები რა გითხრათ შტაინმაიერებმა და კონდირაისმა ის გითხრათ ჩვენი პასაჟ ერთი ვეგარ უთქეთ იმათ თქოს თავი შეიკავეთ პროვოკაციები რომ არ მოხდეს და ყველაფერი პროვოკაცია ერთია და შენ სოფელს რომ ბომბავენ მეორე ჩვენ კითხვაზე რა გითხრათ ჩვენ არაფერი არ თქოს და მაგაშია პრობლემა რომ შენი ვალდებულებაა და არა ეგ არ არის აი ჩვენ არაფერი ეგეთი არ დაგვისკვნია და მამის გადაპერიფრაზირება არ არის საჭირო როცა ლაპარაკობ რომ რაღაცა არ ქნა უნდა თქვა მაშინ რა უნდა ქნა ანუ ვერაფერი ვერ თქვეს ვერ თქოს და არ იყო მზად არც ამერიკა და არც ევროპა რომ მოსულიყო და დახმარებოდა და საქართველო იყო მზად ამის საქართველო ვალდებული იყო მზად არ იყო რომ თავის დაცვისთვის და გენახევარში კაპიტულაციაზე ხელის მოწერისთვისაც მზად იყო რომელ კაპიტულაციაზე მოაწერეთ მანახე თქვენ დოკუმენტი რომ ჩვენ კაპიტულაციას მოაწერეთ აგვისტოს დილის 8 საათზე სააკაშვილმა მოაწერა ხელი კაპიტულაციას მანახე დოკუმენტი მანახე კაპიტულაციას დოკუმენტი როცა რაღაცაზე ლაპარაკობ, ფაქტებით მე ლაპარაკებ. მე ვიგავი ამის მონაწილე და გეუბნებით რომ ძალიანაც კარგად ვაყენებდი ჩვენებად ვაწოდეთ ინფორმაციას და ყველაფერზე იყვნენ ინფორმაცია. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, აქ საუბარი იყო საერთაშორისო გამოხმაურებაზე. ამიტომ როცა ლაპარაკობ ჩვენ რას ვიზავდითო? ბოლომდე თქვით რას იზავდით? იმიტომ რომ თუ ლაპარაკია რომ ინფორმირება გავაკეთეთ. სამშვიდობოებთან დაკავშირებით როდესაც სამშვიდობოებსა და დაკავშირებით გიგაბოკედა მაგ უკვე ილაპარაკა იყო გადაწყვეტილება ესეთესთან დაკავშირებით და იგივე იმათ რა ქვია პარტნიორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ევროპამ თხოვეს ნუიზავთ ამას იმიტომ რომ შეიძლება აღქმული იყოს რუსეთიდან როგორც პროვოკაცია ანუ პროვოკაციის წამოგებაზე რომ ველაპარაკები. ეს გადაწყვეტილება ჩვენ იმიტომ არ ვივიღეთ ზუსტად რომ პროვოკაციის წამოგებაზე არ ყოფილიყო ლაპარაკი. პროვოკაციის წამოგებაზე გაფრთხილებდნენ ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით. დაბომბვასთან დაკავშირებით არა. ცხინვალის დაბომბვა არ იყო პროვოკაცია. ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით იყო ქართული სოციალური დაბომბვა. ამიტომ როდესაც ყველაზე სამწუხარო რა. ყველაზე სამწუხარო იცით რა არის? ყველაზე სამწუხაროა რომ ოპოზიციას დღეს უხდება ორი რამეში ესე ვთქვათ გამიჯნა. რაც ჩემთვის არის შეუძლებელი რაღაცა ცდილობენ. ერთია რომ ხელისუფლება გააკრიტიკონ და მეორე ასე ვთქვათ როგორმე პატრიოტიზმიც არსებობს და არ შეიძლება რომ რაღაც ხაზებს გადახვიდე, ხო? იმიტომ რომ შენი ქვეყანაა, ხო? ეს დოკუმენტი არ გაძლევს ჩვენ ბატონო საშუალებას რომ ორივე ერთად გააკეთო. რისას? ორივე რომ ხელისუფლება გავაკრიტიკო და პატრიოტი ვიყო? ამის საშუალებას არ მაქვს. როგორ და რაში უნდა გააკრიტიკო? იმიტომ რომ ამ დოკუმენტით ქართულმა მხარემ, რუსულ მხარეს მოუგო 9-1 და სააკაშვილმა წააგო 10-0 ამ დოკუმენტით. ხელისუფლებაზე ქვეყანაზე და ნუურებთ ამ რაღაცას არ შეიძლება ეს ლაპარაკი. მიპასუხეთ ახლა იმაზე რომ ეს საერთაშორისო საზოგადოების ამ ხელისუფლების იმაში არ არის? ქვეყნისაა და ერთი დიახ ქვეყნის არის. უნდა დავასრულო. ამის დასტურად სულ 15 წამი. ამის დასტურად ერთად იყავით ჩაბრძანებულები ეხლა გაეროს ასამბლეაზე. ერთი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი მითხარით ვის შეხვდა სააკაშვილი. ერთი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი. ერთი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი. ოღონდ გვერდი გაუარესავთ. ის არის სამიტი, სადაც ქვეყნის პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს. ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მითხარით. რატომ იცი? უბრალოდ აღარ ცნობენ ამ ადამიანს როგორც ოფიციალური შეხვედრა მითხარით რომელია? მაგალითად ბერდი მუხამედოვი. ბატონო? მაგალითად ბერდი მუხამედოვი. ბერდი მუხამედოვი, ნუ ჩავიწერო ელემენტარულად, ესე იგი რა ჩაიწერე? ნიუ-იორკში ხო? ესე იგი ნიუ-იორკში მაგალითად ლატვიის პრეზიდენტი. კარგით, ეხლა ლატვიას და პოლონეთს ნუ დამესახელებთ ყოველ ჩაკეტილას თუ თბილისში ხარ. რა შუაში გვერდებით თქვენ მეკითხეთ რომ შეხვდა თუ არა, გეუბნებით რომ მე მამინდა ბატონო მიყოდ რომ როდესაც თავიდან ვერ ხსნიდნენ სააკაშვილს, როდესაც მას შუქურა არ გამოვა.
დღეს რეალურად ადამიანები კლინტონი და მოსახდება ისა რა ქვია დაკის გენერალური დასრულდა კამათი ბატონო თემურ ძალიან მოკლე პასუხი ბოლო კითხვის და დასრულდა კამათი ბატონო აღარ კამათობთ უკვე რო აღარ არის ნუ მიაკენებ შეურაცხყოფა დასრულზე მიპასუხეთ როდესაც საუბარი იყო რომ ეს არის მორჩა საერთაშორისო საზოგადოებისთვის შექმნილი გამოხმაურებებზე იყო საუბარი და ძალიან მოკლე პასუხი რა გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა გავლენას იქონებს ეს დასკვნა აი ამ საერთაშორისო არენაზე და მორჩა ინფორმაცია მოგაწოდეს აგერ არის 1 ოქტომბრის New York Times-ი აგერ არის ეკონომისტი Wall Street Journal-ი იწერებოდა სხვადასხვა გამოსვლებში ამაზე აღარ ვიკამათებთ თქვენ მითხარით რა შეფასებას ველოდება საქართველოს ხელისუფლება თქვა საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ დასკვნამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პირველივე იმაში ეკონომისტი წერს იმას რომ გარდაუვალი იყო რომ პირველივე ესე იგი სათაურები იყო რუსეთის ესე იგი სასარგებლოდ იმიტომ რომ ყველა ის ფოკუსი იყო პირველ სროლასთან დაკავშირებით კარგით მაგრამ მე უკვე ლაპარაკი არის რომ თქვენ მითხარით მეუბნებით იყო თუ არა და გეუბნებით რომ ეს სტატიები ხო 1 ოქტომბერისა მე ხო არ დავწერე არა სხვადასხვა იყო მაგრამ მე მინდა საერთაშორისო საზოგადოების სტატია მე ბოჭდელი შემიძლია გადმოგცეთ ერთი რამ მინდა გითხრათ რა ამ დოკუმენტს თქვენ ხელისუფლება ბრძანდებით. არა პირებთ რომ ობიექტურად თარგმნოთ რომ საზოგადოებამ გაიგოს მართლა რა წერია იმ მეოთხე პუნქტში, რა წერია მესამეში, რა მე-19-ში და ასე. არა ობიექტური თარგმანი იცით რაშია? როდესაც ქარტია დაიდო ამერიკასთან, იქ ერთ-ერთი პუნქტში წერია საინფორმაციო საშუალებების მიერ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაო. ძალიან კარგად იცით რომ საინფორმაციო სტუდიის გარეთ მასწავლეთ აი ამაზეა საუბარი. შემიძლია გითხრათ ამაზე პასუხი. ძალიან მარტივი პასუხი. მორჩავს და ანუ აპირებ გადათარგმნა. ლაპარაკეთ ახლა, კარგი. ბატონო თებურ ძალიან თქვენი ბოლოს შეფასება მითხარით. ეს მე მკითხა გუშინ აკუბარდიან თქვენ ძალიან კარგი იდეაა. აი ჩვენი ვებ გვერდი, სადაც თქვენ ნახავთ ამ დოკუმენტს ეხლა უკვე დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენგან თქვენს ნათარგმნ ამ დოკუმენტს ქართულად, თქვენი ნათარგმნი მოიტანეთ. თქვენ არ გაქვთ ნათარგმნი? ერთ წუთას ინგლისურის კითხვა ვიცი. თქვენ მოიტანეთ თქვენი ნათარგმნი და მე გაძლევთ პირობას, მას მერე რაც ჩვენ შევჯერდებით რომ ეს ტექსტი არის აუთენტური თარგმანი, აი ამ ვებგვერდზე დავკიდებ. ამაზე კარგი რა გინდა? ვაპირებ დამოუკიდებელ რეჟიმს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ამას არ აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა დავასრულეთ მე სტუმარი მელოდება. აი ამას. всё, შევთავაზეთ. სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი, მორჩა და ბატონი მამუკა კაციტაძე. ალიანსი საქართველოსთან დასრულდა. დიდი მადლობა. დამზადებდა 2006 წლიდან. დიდი მადლობა და მიკროფონებს წიშავთ უკვე მე სტუმარი მელოდება. ძალიან დიდი მადლობა ორივე სტუმარს მონაწილეობისთვის, უბრალოდ დრო იწურება. თემური იაკობაშვილი, მამუკა კაციტაძე, მადლობთ და გადაცემის ბოლოს უკვე ცოტა დრო დამრჩა და ბოდის მოვხდი ამისათვის ჩემ ბოლოს სტუმარს, თუმცა მე მივცემა საშუალებას რომ გასცე შემს კითხვის პასუხი ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელსაც სრულად განსხვავებული პოზიცია აქვს ტალევანის დასკვნის შეფასებისას და ბატონო გიორგი საღამო მშვიდობისა პირველ რიგში უკაცრავად ჩვენ გალოდინეთ, მაგრამ დებატები გაგვიგრძელდა და თქვენ მე ამოვიკითხე დღეს თქვენი შეფასებები და თქვენ ამბობთ რომ თქვენს გასცემდით სამხედრო მოქმედებების დაწყების ბრძანებას ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების შემოსვლის შემთხვევაში ხელისუფალი რომ ყოფილიყავით. საკმაოდ უცნაური შეფასება იყო ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ და განცხადება, ამიტომ პირველ რიგში მინდა ამაზე გკითხოთ, რატომ, რას ნიშნავს ეს განცხადება? ზუსტად იმის გამო, რაც ვთქვი. თუკი იმ ქვეყანაზე, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც მემაკისრია, საფრთხე დაემუქრება ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საფრთხე დაემუქრება ჩემი მოქალაქეების სიცოცხლეს და თუკი ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელდება აშკარა სამხედრო ინტერვენცია, რა თქმა უნდა, მე მოვალება რომ მივიღო გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების დაწყების თავობაზე. ასე რომ მე მიმაჩნია რომ თავისთავად საკითხის ასეთ დაყენება საქართველოს ხელმძღვანელს ჰქონდა თუ არა უფლება იმისა რომ ცეცხლი გაეხსნა მომხდური მტრისათვის არის არასწორი. ჩვენ უნდა ვიდაოთ იმაზე რამდენად ადეკვატური თუნდაც სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით გამართლებული იყო ეს გადაწყვეტილებები, რომელიც თუნდაც კონკრეტულად 7 აგვისტოს მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილო და ამასთან დაკავშირებით მე მაქვს მკვეთრად კრიტიკული მოსაზრება და მიმაჩნია რომ მსხვილ კალიბრიანი იარაღით ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნა მიუხედავად იმისა რომ დაზუსტებული ინფორმაციით არ დადასტურებული ინფორმაციით ცხინვალის გარეუბნებიდან მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან იყო გასტროლები საქართველოს
ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე ქართული სოფლების მიმართულებით, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში სამხედრო სტრატეგიული შეცდომა. ვთვლი, რომ ეს საცეცხლო წერტილები უნდა განადგურებულიყო ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ეს უნდა განხორციელებულიყო სხვაგვარად, უფრო პროფესიონალურ დონეზე, უნდა გამოყენებული ყოფილიყო ზუსტი დამიზნების იარაღი და არ უნდა მიგვეცა საშუალება თუნდაც რუსეთის ფედერაციისათვის დღეს თავის მართლების მდგომარეობაში ვიყოთ 7 აგვისტოს უფრო ფართო მასშტაბიანი, ასე ვთქვათ, ცეცხლის გახსნის ბრალდების დადასტურებასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ თვითონ სამხედრო თვალსაზრისით იყო უფრო მეტი შეცდომები დაშვებული. რა თქმა უნდა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს არათუ პოლიტიკურ ელიტაში საქართველოში არ ცხოვრობს ადამიანი, რომლის ოცნებასაც არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ქართული ოცნების ნაწილი. მაგრამ პოლიტიკური ლიდერები, ქვეყნის ხელისუფლება და ჩვენ ფასტებით არა ჩვენი განზრახვების მიხედვით, არამედ კონკრეტული შედეგების მიხედვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა და რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა სამხედრომ თავის დროზე გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა იმ მთავარი განზრახვით, რომ ამით შეხიდებოდა რამენაერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვაგვარად მე ეს ვერ წარმომიდგენია, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ სავალალო სურათი და მიმაჩნია, რომ ამ კითხვით ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება არის გამართლებული. ბატონო გიორგი, აი სწორედ ამ შედეგის გამო უკაცრავად მე გაწყვეტინებ. გესმით ჩემი ხმა, ბატონო გიორგი? აი ხომ ესმის, დიახ ძალიან. აი სწორედ შედეგებზე საუბრობდი და ამ შედეგიდან გამომდინარე გამოითქვა ისიც სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას და შემდეგ ამ დასკვნის შემდეგ ისევ გააქტიურდა თქვა ეს კრიტიკა, მაგრამ არის საუბარი იმაზეც, რომ თქვა გამოითქვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ლიდერების მხრიდან, რომ ჰააგაში უნდა ვთქვათ შეიტანოს სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ გარკვეულმა ძალებმა ქვეყანამ და ასე შემდეგ. საერთაშორისო ტრიბუნალზე იყო საუბარი, თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას თქვათ თქვენც როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი? კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და როცა ვსაუბრობთ ჰააგის ტრიბუნალზე, კარგად უნდა გავიხსენოთ, ვინ გასამართლდა იქ, მილოშევიჩი. და უნდა გავიხსენოთ, რომელი ქვეყანა დაისაჯა ამით, იუგოსლავია. ამიტომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, რაოდენ დიდი სიძულვილიც არ უნდა ამოძრავებდეს ვირმეს ან კრიტიკული მიუღებლობა როგორც მე მაქვს, ჩვენ უნდა კარგად გვახსოვდეს ის, რომ პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია ქართველები ვსაუბრობდეთ ჰააგაში საქართველოს პრეზიდენტის გასამართლებას. ეს არის პოლიტიკურად ყოველდღე გაუმართლებელი აზრი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, რადგან თუ ჩვენ გვსურს სააკაშვილის მილოშევიზაცია, რათა ამ გზით მოეღოს მის პოლიტიკურ მმართველობას ბოლო, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მილოშევიზაციას თანმოყვება ქვეყნის იუგოსლავიზაცია და ეს ნიშნავს ქვეყნის დაშლას და დანაწევრებას. ეს წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. მეორე, ეს არის უსამართლობა და ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლას და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ საუბრობ ჩვენ მათ შორის აი ამ ტალიავინის დასკვნაზე, სადაც პირდაპირ წერია თუ ვინ შეიძლება იქნას დადანაშაულებული კაცობრიობის წინაშე დანაშაულში, ვინ შეიძლება იქნას წარდგენილი, ჩვენ ვიცით, ჰააგაში სამართლებიან ეთნიკური წმენდის და გენოციდის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. ქართულ მხარეს ეს ბრალდება მოეხსნა და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რის გამოც რუსეთი ამდენი ხნის თვეების და 1 წლის განმავლობაში ამართლებდა თავის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველების მხრიდან ოსების ეთნიკურ წმენდას ადგილი არ ქონია და ტალიავინის დასკვნაში თუ კი რამე არის ღირებული და მნიშვნელოვანი, უპირველეს ყოვლისა არის ეს, მაგრამ ამავე დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ოსების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეთნიკური წმენდა იქნა განხორციელებული. იგივე არის ნათქვამი მათ შორის იმ რეზოლუციაში, რომელიც მე ახლა ხელში მიწერია და ეს არის უკვე რიგით მესამე რეზოლუცია მიღებული ევროპის საბჭოში. აქაც საუბარია იმაზე, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთის მხრივ იმაზე ჰააგაში ვინ უნდა იყოს და მეორეს მხრივ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე, მე მიმაჩნია, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკის მიზეზი არის სწორედ ის, რაც გვჭირს, რადგან თუნდაც აი ამ საერთაშორისო უკვე აღიარებული დოკუმენტების გათვალისწინებით სრულიად გაუგებარია ჩემთვის პირადად, რატომ არ იღებს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას უკვე ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებული ადგილობრივი სეპარატისტებისათვის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე და საერთაშორისო კრიმინალის სტატუსის მინიჭებაზე. აი ეს არის არათანმიმდევრულობა. და არათანმიმდევრულობაა სწორედაც ის, როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება და ყველა ვიყავით მოწმენი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად, დინამიურად ემზადებოდა რუსეთის ფედერაცია ამ სამხედრო კონფლიქტისთვის და მართლაც 7 აგვისტოს ომი არ დაწყებულა. ომი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო დაიპყრო რუსეთმა და გარკვეული შუალედებითა და პატარა ასე ვთქვათ ჩაწყნარებებით ხდებოდა ამ ომის გაგრძელება. 7 აგვისტოს ნამდვილად არ დაწყებულა და ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი თვითგვემა ამ შემთხვევაში და ვიღაცის წინაშე თავის მართლება, არათუ ქართული სოფლები იბომბებოდა, ქართველებიც იღუპებოდნენ და მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო სწორედ ის და არა მარტო ხელისუფლების როგორც ჩანს, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების, რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ საქართველოს ხელისუფლებაზე გადამწყვეტი ზეწოლის განხორციელება იმასთან დაკავშირებით,
მიხედვით, როცა რუსეთმა დაარღვია სოჩის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა და რუსეთის ჯარები, სამშვიდობო ჯარების არანაირ სტატუსს არ შეესაბამებოდნენ, მაშინვე არ გამოვაცხადეთ რუსეთის სამშვიდობო ძალების საოკუპაციო ჯარებად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომელსაც ახლა აღიარებს ხელისუფლებას, თუმცა დაგვიანებით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტების დონეზე სწორედ ამ დასკვნაზე მინდა ბატონო გიორგი კითხოთ უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, მაგრამ თქვენ ახსენეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია და სწორედ სტრასბურგიდან ჩამობრძანდით გუშინ და როდესაც ეს დასკვნა გამოქვეყნდა, იქ იმყოფებოდით. მე უბრალოდ მაინტერესებს, აი საერთაშორისო საზოგადოების თქვა იქ ყოფი პოლიტიკოსების, როგორც რუსი, ასევე უცხოელი, შეფასებები როგორი იყო პირველი ამ დასკვნის, ანუ რა რეაქციები მოყვა საერთაშორისო თქვა არენაზე, როდესაც ეს გამოქვეყნდა. მოულოდნელი და არსებითად ახალი ამ დასკვნაში არაფერი ყოფილა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ევროპის საბჭოში არიან წარმოდგენილი და პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებენ თვალს. ჩვენ ველოდით, რომ ტალიავილის დასკვნის სპეკულირებას დაიწყებდა რუსეთის ფედერაცია სხდომაზე, მაგრამ მათ ესეც არ გაუკეთებიათ, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციისთვის ხმის შეჩერების საკითხი განიხილებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. რადგან თუ კი ვინმე კარგად წაიკითხავს ამ დასკვნას, რეზოლუციით, ანუ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები ფაქტობრივად ერთ-ერთში ემთხვევა იმ შეფასებებს, რომელიც მათ შორის ტალიავილის დასკვნაში ფიგურირებს. იმის თაობაზე, რომ საქართველომ კი არა პირიქით განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმინდა, იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ გამალებით წარმოებული პასპორტიზაცია და შემდეგ ამ ეგიდით, ასე ვთქვათ, საკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და კანონმდებლობის უხეში და სრული დარღვევა, იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ ღვევს მათ შორის მათივე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, მხედველობაში მაქვს მედვედევის, სააკაშვილის ხელშეკრულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ეს ფაქტორი ფაქტად და შეფასებით ნაწილში დაფიქსირებული არის ევროპის საბჭოს ყველა რეზოლუციაში, მათ შორის ბოლო რეზოლუციაში, რომელიც სამშაბათს მიიღო ევროპის საბჭომ. ასე რომ ევროპის საბჭოს მიღებული რეზოლუციისათვის, მათ შორის ტალიავილის დოკუმენტი კიდევ ერთხელ ერთ-ერთი გამამყარებელი და გამამაგრებელი არის იმ პოზიციებისა, რომელიც გენერალურ ასამბლეას უკვე 1 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში თანამიმდევრულად უკავია. კარგი, და ბოლო კითხვა მინდა სწორედ ისევ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე დაგისვათ, კმაყოფილება გამოხატა ქართულმა მხარემ ამ რეზოლუციის შინაარსით, იქ იყო საუბარი რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზეც, რადგან ის არასრულებს ვალდებულებებს და ეს გადაწყვეტა, რომ ვთქვათ, რუსეთს კიდევ ერთხელ გადაუვადონ, ამჯერად იანვრამდე მისცეს ვადა. რა გარანტია, რომ რუსეთი იანვრამდე ვთქვათ, გადაწყვეტილებას შეცვლის, რისი წინაპირობებიც არ ჩანს და რა მექანიზმები რჩება? მაშინ ქართულ მხარეს თქვენი გუშუალოდ დელეგაციის მონაწილე იყავით, დებატებშიც იყავით, მონაწილეობას ჩვენ ვიხილეთ ეს მაყურებელმა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ვალდებულებების შესრულება დაიწყოს. არსებობს. მე მეცაც გეტყვით, ჩემი დებატების მათ შორის, ჩემი გამოსვლის დროს მე ეს გამოვყენე სწორედ არგუმენტად, რომ დროის გადავადება და დროის მიცემა ჭირდება სუბიექტს, რომელიც ამბობს, რომ იცით რა, მე მზად ვარ, რომ დავიწყო განხორციელება ჩემზე დაკისრებული ვალდებულებების, მაგრამ ჭირდება დრო, კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანა, ჯარების გადასაადგილებლად და ასე შემდეგ. რუსეთი ღიად და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ის არაპირებს დაემორჩილოს ევროპის საბჭოს მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. რუსები ამბობს, რომ აი არის ასე და ამ სტატუს კოს უნდა შეეგუოთ. თუ არა და მე ესეთი ვარ. ევროპას და ევროპის საბჭოს აქვს არჩევანი. ან რუსეთი შეიგუოს ისე, როგორც ახლა არის, ან მის წინააღმდეგ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი. ევროპის საბჭო და მთლიანად ევროპაც მაპატიე დღეს ძალიან სერიოზული დილემისა და გადაწყვეტილებების წინაშე დგას და საქართველოს დელეგაცია ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ტაქტიკურად სწორ ბრძოლას ანხორციელებს. პირველი თუ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ რუსეთს იანვარში შეუწყდება ხმის უფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ შედეგი არის მიღწეული იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს აღარ ექნება არანაირი ილუზია, რომ ევროპა და ამერიკა დიდი ხანია უკვე აღარა არ იგუებს ისეთ ძალმომრეობ და ტოტალიტარისტული ამბიციებით სავსე რუსეთს, როგორც ისას, რომელსაც უნდა აღადგინოს ძველი იმპერიული გავლენა თავის სამეზობლოში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და გზავნილი. თუ კი ევროპა ამას არ გააკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთზე შემდგომი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება ევროპის საბჭოში კვლავ რესურსად დარჩება, მაგრამ აქ თავად ევროპის საბჭოს, აქ თავად ევროპული ინსტიტუციების, ევროპული გაერთიანებების ავტორიტეტი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ამ შემთხვევაში გსურს, რომ ტემპერატურა იმ დონეზე იყოს აწეული, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდეს. რატომ? იმიტომ, რომ ევროპა თუ კი რაიმეთი იგებდა აქამდე თავისი მორალური უპირატესობით, როდესაც მათ შორის ჩვენ ქართველებს კავკასიაში და საბჭოური იმპერიისაგან მარწუხ
მარწუხებისაგან, მათ შორის იდეოლოგიური მარწუხებისაგან განთავისუფლებულ თაობებს გვეუბნებოდნენ, რომ ევროპა ასეთი ვართ. ჩვენ ღირებულებებს ვეყრდნობით და ღირებულებებს ვიცავთ. ეს არის თავისუფლება, ეს არის დამოუკიდებლობა, ეს არის პიროვნული თავისუფლებები და დემოკრატია და ასე შემდეგ. და თუ კი თავად ევროპა ვერ შეძლებს, რომ დადგეს აი ამ პრინციპების დასაცავად, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროპას ექნება პრობლემები. თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის ევროპის საბჭოში ამ საკითხის ძალიან ღრმა გააზრება არის დაწყებული და პოზიციები რუსეთთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კარგით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე საუბრობდა და მის შეფასებებს ვისმენთ გადაცემის ბოლოს. მადლობთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა ამ სეზონზე პირველ პოზიციაში. მე კი გემშვიდობები და მომავალ პარასკევს კვლავ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს ამ სტუდიაში უკვე იმ კვირის მთავარ თემაზე განსხვავებული პოზიციებით.